თავიდან ვორენ ბაფეტი არ იყო არაფერი განსაკუთრებული. ყველამ დავაწერინეთ თითო ლექსი. բայց რა დატა բայց ჩქარა ნუ გარბი ხარ კაცო აბა მითხარი ვინო იზე გადახედით შეხარ ვორენ ბაფეტი SpaceX-ი ძალიან წინ არის მანდ და არ არის ძალიან ძირითადი. არ არის, აი ზუსტად გაისტოდი რა. ის ხება არა. მე რაც მოვისმინე ხარი ძალიან ლოგიკური 700,000 евро იღებს 2 მილიარდიანში ბევრია თუ ცოტა. აი ეს არის ლაკი. იმის ჩვენი ბაბლის მსხვერპლი გავხდეთ არა. მაგიტომ მოყავს ხოლმე სტუმარი რომ ჩვენ არ გვიფიქრეთ. გამარჯობა გივი. გამარჯობა ლევან, გაგიმარჯოს ვასო. მოგესალმებით ორევეს. მადლობა მოწვევისთვის. პირიქით. მადლობა რომ მოხვედით. სალამ საუბარს დავიწყეთ, მინდა რომ მსმენელებს უთხრა, რომ ჩვენ ვართ ახლა პოდკასტების კონტინგენტში სტუდიაში და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ სტუდიას, იმიტომ რომ ფანტასტიკური მომსახურება აქვს და ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, როგორც ჩაწერის, ისე მომსახურების ხარისხით, ამიტომ მე რეკომენდაციას უწევდა, თუ ვინმეს გინდათ პოდკასტების ჩაწერა, აღწერას და საიტს ვიდეოს აღწერაში ჩავაგდებ მოკლედ ლინკს, ასე ვთქვათ. ასევე სალამ დავიწყებთ. ძალიან დიდი მადლობა მსმენელებს და მაყურებლებს, მსმენელებს Spotify-ზე, მაყურებლებს YouTube-ზე და კიდევ ერთხელ ტრადიციული თხოვნა, რომ გამოგვიწერეთ, დაალაიქეთ ვიდეო და დააკომენტარეთ თქვენი აზრი ჩვენ ვიდეოზე. ეს ჩვენ ძალიან გვეხმარება იმისთვის, რომ გავაგზავნოთ ამ საქმის კეთება და შესაბამისად ჩვენ სანაცვლოდ არ დავიშურებთ ძალღონეს, რომ გავუმჯობესდეთ და კიდევ უფრო საინტერესო ეპიზოდები ჩავწეროთ. და ისეთი კარგი სტუმრები მოვისვათ, როგორც ატევცემული ვასო. დიახ. მოვლენას წინ გავისწრებთ. ჯერ ნახოთ. რა გავა. გამოსთილი სტუმრობა, ასე რომ ვიცი. დავიწყეთ. სანამ დავიწყებთ. პატარა ჩართვა მინდა გავაკეთო რა. ეხლა რომ ფაქტია რომ ხო რაღაცა ფორმით ვემზადებოდი ამ კონკრეტული ეპიზოდისთვის რა და რა თქმა უნდა ვფიქრობდი კონკრეტულად ყველა იმ მომენტთან რაც მაკავშირებს შენთან რა. ხო, თან რო დავფიქრდი, უკვე ძალიან ბევრი წელი გავიდა. ძალიან ბევრი წელი გავიდა რა. არც მეტი, არც ნაკლები 17 წელია ვიცნობთ ერთმანეთს და ვმეგობრობთ რა, ხო და იცი რაზე დავფიქრდი? ცოტა გრძელი ისტორია, მაგრამ შევესწრები მოკლედ მოყვე. დავფიქრდი იმაზე, რომ შენ რო გაგიცანი მაგ მომენტში ჩემთვის მე მქონდა ძალიან უცნაური წარმოდგენა, აღქმა ლიტერატურის და წიგნების, ესე რომ შევხედოთ რა. მე ვთვლიდი, რომ ლიტერატურა იყო ოდესღაც და არის აუცილებლად მხატვრული რა. და შენთან შენი გუნდელობის და მეგობრობის პროცესში აღმოაჩინე, რომ თუნდაც ყოველ დღე ათასობით საოცარი წიგნი გამოდის რა. ამ დუნიაზე და დაჯექი იკითხე და ისიამუნე რა. მეცაც გეტყვი, კონკრეტულად მახსოვს პირველი წიგნი, რომელზეც გამიწია რეკომენდაცია, მაშინ პოკერით ვიყავი ძალიან გატაცებული რა და ეგეთი წიგნი არის Poker Face of Wall Street, არონ ბრაუნი, რომელიც თვითონ კაი პოკერ პლეიერი და მის იყო ხო. სასაცილო იცი რა, რომ მახსოვს არონ ბრაუნის სახელი და გვარი, ანუ წიგნი კი წავიკითხე. უცბად უნდა თქვა, რომ ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ხო იცი, ძალიან მორჩილად ბოლომდე დიდი წვალებით წავიკითხე, მაგრამ სახელი და გვარი მახსოვს რა. როგორც მახსოვს Morgan Stanley's Head of Quantitative Finance იყო, ხო? Morgan Stanley's Head of Quantitative Finance, მაგრამ ყურდა პოკერი და უკავშირდება პოკერს და ტრეიდინგს. რა უბედური სათამაშო იქნება. აუცილებლად არ მახსოვს. არა, თან მე რა გამოვიდა, იცი, მე უკვე ბევრი წიგნი მირჩია და ბევრი წიგნი წავიკითხე და მათხოვა მათ შორის და წაიკითხეო. ვიცე კიდე რა მახსოვს, დაემთხვა ხა, ჩემი და ვასოს გაცნობა და მეგობრება დაემთხვა ფინანსურ კრიზისს 2008 წელს რა. და ეს კრიზისი რაღაც 1 წლის პროცესში იყო 2009 იქნებოდა და გამოვიდა ეგეთი წიგნი Colossal Failure of Lehman Brothers. Colossal Failure of Common Sense. ხო, საღიაზის კოლოსალური მარცხი თუ რაც ქვია. ხო და ეს ძალიან მაგარი წიგნია. ძალიან მაგარი რა და ეგ იყო კიდე ერთი ისეთი გემრიელი რჩევა. მოკლედ ეს მინდოდა მომეყოლა და რაც ვამბობდი, რომ რეალურად მაგ ყველაფერი არის ჩემი აზრით თუ პირდაპირი თუ არა პირდაპირი შედეგია დღევანდელი ჩემი და ლევანის საქმიანობის შედეგი შეიძლება ეგ არ არის, მაგრამ ჩემი საქმიანობის პირდაპირი შედეგია ის რაც პრინციპში რის ინსპირაციაც შენ მომეცი და დიდი მადლობა. ერთ დავამატებ ხატრულ ლიტერატურაზე კარგად მახსოვს
ну გივის ჩაევს გივი ახტაცებული აუ საიდან მოგაქვს აი მე არ ვეუბნებოდი და ბოლოს დამიმუღამა ბუკერს პრაისის სიმერს უხურებდი ხოლმე სამეორე და დამიმუღამა იპოვა მე ალა კი არ დაგიმუღამე რო კითხე პირდაპირ მითხარი რომ ბიჭო თან დაემთხვა რა იცი რომ ასევე ვასოს დიდი დამსახურებით ლონდონში გამამწესეს და კარჩო ეხა მომისმინეო რა მოკლედო რა ყოველ წელსო ოქტომბრის თვეშიო არის ბუკერს პრაიზის დაჯილდოებაო. მანამდეო ლონგლისტიაო, მერე შორტლისტიაო და მერე დაჯილდოებაო. სადღაცო შორტლისტიდან უკვე შეგიძლია დაიარო, საიძიაო და დაიწყო კითხვაო და თან აღმოჩნდა რომ ამ ლონდონში წიგნის მაღაზია არის, ну, აი რა გითხრა, ყველა კუთხეში. თან ულამაზესი, უგემრიელესი მაღაზიები და მეთქი შენ გაიხარე და მეცაც გეტყვი ჩამომქონდა კიდევაც ფათოსთვისაც ჩემთვისაც კი აი მაგრათა სორებს და ძალიან მე ბუკერსის მადლი მეს გადამეს ხავასოს გარ ესე იგი მაგრამ ეხა მე გამეცინა ძალიან რაზე რა რომ გივი რო იხსენებდა შედ გაგიცნო და წიგნებდა და გაგაჯერე მე უზენდიში როგორ გაგიცაი და სმამახსენდება მარტო ვასოსთან ისტორიები და უცებ მე გამახსენდა ვასოსთან ისტორიები და წიგნი იშვიათად მოიპოვებოდა ბარბელი სტრატეგია ყოა იშვიათად მოიპოვებოდა მაწიგნე ვასო პირდაპირ რო გადავიდეთ მოკლედ ფულის ფსიქოლოგიაზე რო ვსჯელობდით მე და გივი ვისთან შეიძლება გველაპარაკა შენ გარდა არც ერთი არ გაგვახსენდა რა მე პირადად მახსოვს შენ ჩემთვის იყავი საქართველოს ბანკში გაგიცანი შენ მაშინ შენ იყავი რა ქვია დოვლათის მართვის თუ აქტივ დაგროვილი ქონების მართვის აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება ერქვა ხო მასო შენ მაგას ხელმძღვანელობდი მაგ მიმართულებას და ძალიან მახსოვს ჩემთვის რაღაცა ის იყო აი პიქტეში ნამუშევარი აი მე დედა რისკები მათემატიკა ფინანსების გურუ ასო და პრინციპში გაამართე შენი გაცნობის მერე ეგ თემა და პირდაპირ ამ კითხვაზე რომ გადავიდე ამ წიგნში არის ეგეთი თემა რომ ძალიან არ ვაფასებთო იღბლის როლს ინვესტიციებში რა და მაგაზე მაინტერესებს შენ როგორი მიდგომა გაქვს მაგასთან მიმართულებით კი სხვადასხვა ხო ნუ პირველ რიგში მართლა კარგი წიგნია რეკომენდაციას უწევ ყველას თუმცა ნუ სანამ დავიწყებდით ჩაწერას ხო ეს გითხარით ეს არის ერთ-ერთი წიგნი რომელსაც უნდა მოусმინოთ უფრო როგორც შეკითხვებს და არა პასუხებს ხო იმიტომ რომ პასუხებში ბევრ რამეში არ ვეთახოები შეიძლება შენ საერთოდ დაეთახო თქვა სხვა რამეში და შესაბამისად კითხვებს მაგრამ კითხვები და ყველა დასმული კითხვა სწორად დასმული კითხვაა ყველა დასმულ შეკითხვაზე უნდა ვიფიქროთ იმისთვის თუ გვინდა სწორად მართოთ ახლა რაც შეეხება იღბალს მანდაც რაღაც ესეთ ანეკდოტალ იმას მოვყავები სტუდენტებს როცა ვასწავლე რისკს პირველი რასაც ვაკეთებ ამ დავალებით შევდივარ ნუ რეალურად არასდროს არ მითამაშე იმიტომ რომ ვარზე არიან მაგრამ ვეუბნები შემოვდივარ კლასში და ვეუბნები თქვა ავაგდებ heads and tails როგორ ქართულად რამდენი იცნობ თქვა 20 ადამიანიდან 10 ადამიანი იცნობს ხო სწორად შემდეგი 10 ადამიანიდან დარჩენილი 10 ადამიანიდან რამდენი იცნობს 5 შემდეგ 2 ანუ თუ გააქვს სემპლი 100 ადამიანის 7 ჯერ ზედიზედ გამოიცნობს აუცილებლად 1 ადამიანი 100,000 ადამიანიდან 1 ადამიანი აუცილებლად გამოიცნობს 100 ჯერ ზედიზედ ხო და მე ნუ ჩემი თეორიაა რომ ეს სუპერ წარმატებულები რა იქნება ეს სტარტაპი თუ ინვესტირება არ გულისხმობ თქვა Berkshire Hathaway-ს და არ გულისხმობ პირობითად Michael იმას ხო Simons რომელიც ალგორითმებით ვაჭრობს ძირითადად არის ლაკი ხო ანუ ინვესტიციების მართვა ძალიან არის დამოკიდებული ლაკზე ერთ-ერთი რისი თქმაც თამამად შეიძლება ვინც არის ვიცი ის ყოველთვის ააგებს მაგრამ ის ყოველთვის ააგებს იმიტომ რომ ცუდი მმართველია აი კარგ მმართველებში ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული იღბალზე კაი ეხა კითხვა რას აკეთებს განსხვავებულად მაშინ Berkshire Hathaway-ი ანუ კონკრეტულად Warren Buffett-ი შენი აზრით და მეორე ვინ თქვი მეორე სიმონის Renaissance კაპიტალი. კაი. კაპიტალი Renaissance კაპიტალი ისა საინვესტიციო ბანკი. Private equity-ია მეგონა. Renaissance-ი არის ალგორითმული ტრეიდინგი, ვინც გააკეთა თავიდან, მათემატიკოსია ხო. რას აკეთებენ ეგენი განსხვავებით? ნუ ის აკეთებს იმას, რასაც სახელმწიფო ინტელექტი ცდილობს, თქვა Simon-ი. ის აკეთებს ალგორითმულ ტრეიდინგს. ანუ ცდილობს რომ მარჯვენელებები დაიჭიროს რაღაც წამის მე მილიონად ნაწილში და მაგაზე გააკეთოს ტრეიდი. ანუ
მთლიანად ავტომატიზირებული სისტემა, ეგ სხვა არის, ხო? იმიტომ რომ Flash Boys ალბათ გახსოვს, ხო? დაგეთვლი არ მაქვს, მაგრამ გავიგე შენ. მანდაც არის. ესე იგი, ყველაფერი დამოკიდებულია სიჩქარეზე. თუ შენ სწრაფად აკეთებ რეაგირებას, პირობითად ბროკერმა დადო ორდერი, მაგრამ შენ აკეთებ front running, შეგიძლია რომ სანამ ორდერი ეგზეკუციას გააკეთებს, შენ თვითონ ივაჭრო უკვე მაგაზე, ნახე რომ დაშვებულია, მომდესო თქვა, ფულს აკეთებ. ახლა შეიძლება Warren Buffett-ს უფრო საინტერესო ხამა. თულიბაში შეგვიყვანა. ხო, ეგ ზარცულია და ამიტომ ეს ვერ გავიგე, მაგრამ თავს ვაქნევდი. Warren Buffett რას აკეთებს? Warren Buffett აქტივისტი ინვესტორია. Warren Buffett-ს აქვს იმის, ასე ვთქვათ, ყულაბა, რომ შევიდეს პირობითად, სად იყო ბოლოს Goldman Sachs-ში, დააბრახუნოს მაგიდაზე, დადოს ეს cash-ით ტომარა და თქვას, რომ მე ვყიდულობ პირობითად 20% წილს და მე აქტიურად ჩავერევი მართვაში. იგეთი აქტიური ინვესტორია? აქტივისტი ინვესტორია, კი. ხო? კი. ნუ აქვს რაღაც პოზიციები, მაგალითად. მაგალითად კოკოლაში კერევა, ვითომ? რა თქმა უნდა. ანუ რაც დიდი პოზიციებია ყველგან ერთადერთი რაც ვერ გავიგე მაგის პოზიცია რაც უყვარს ეს პეტროლიუმი რა ქვია ოქსი არის სიმბოლო მე უფრო ვერ გავიგე ამექსი რა ოქსიდენტალ პეტროლიუმ ესეთი რაღაცა აქ ნაყიდი ბევრი წელია და ვერაფერს ვერ აკეთებს და აი მე მივხვდი ჯერ რაღაცა ჩაფიქრებული არა დგას ის ხო და დანარჩენი ძირითადად აქტივისტი ინვესტორია და ამის ხარჯზე და მეორე ისიცაა რომ ნახე self fulfilling prophecy Warren Buffett-ი შევიდა ესე იგი კარგია და ყველა ყიდულობს ხო ანუ ბევრი ხო მაგრამ მაგას დამსახურება და თავიდან Warren Buffett-ი არ იყო არაფერი განსაკუთრებული. ანუ რო შეხედოთ Warren Buffett-ის პერფორმანს, თავიდან არაფერი საოცარი არ იყო. ესეც აღნიშნავს სწორად, ხო? ხო, ჯენ არ თქვი გაკაცო. Warren Buffett-ის სტატისტიკა რაც ვიცი არის, რომ ხო და მაგიტო ვიძახ, ანუ ჩემი ცოდნა მე რაც ვიცი არის ის, რომ Warren Buffett-მა მოიგო გრძელვადიან თამაში და რა ქვია, მაგ რთულ პროცენტში კომპაუნდინგში რა. იმდენად გრძელვადიან თამაში შევიდა და ნუ არჩევდა კი იმ კომპანიებს რომლის მენეჯმენტი კარგია თვითონაც ერეოდა და უბრალოდ გრძელვადაში შედიოდა შესაძლოა ამ ვარდნებზე არ რეაგირებდა და გრძელვადაში მოიგო რა და ბოლოს 65 წელს რო გადასცა კი დააგროვა მილიარდები რა საბოლოოში მაგრამ აი 65 წელს რო გადასცა ამის მერე აქვს კარგი პერფორმანსი რეალურად დანარჩენი კომპაუნდინგია კიდე ხო დანარჩენი კომპაუნდინგი აუ ეხა შენ კითხვას გავაგზელე პირველ კითხვას რა მითხარიცი ანუ ეს გამართლების ამხელა წილს რომ იზიარებ აღიარებ აი შენ შეგიძლია შენი პირადი საუკეთესო ინვესტიცია რამდენიმე მაგ ყველა გამართლება იდეაში ნახეთ აი მოგიყვებით ბოლო დროინდელი აი რამდენი მაგალითი მაგ კარგიც და ცუდიც მინდა რომ მოვიყვანო რა ნახეთ ბოლო დროს დავიწყეთ ცოტა სხვანაირად ინვესტირება რა თუ ადრე აბსოლუტურად ვიყავით ნუ passive investment-ის მომხრე პლუს ეგრეთ წოდებული alpha layer-ი, რომ რამე საინტერესოს თუ იპოვნით და ამატე უბრალოდ, მაგრამ ძირითადად იყავი ინვესტირებული პასიურად და ნუ კარგ შემთხვევაში ეცადე market timings. ახლა გადავედი მთლიანად გავამაიმუნებ თეორია და აბსოლუტურად story based ინვესტიციებს ვაკეთებ. რა თქმა უნდა უყურებ ფუნდამენტურებს, რა თქმა უნდა უყურებ რომ არ იყოს კონკრეტულად გაფრენილი, გაფრენილს ვეძახი რომ ძალიან ძალა ციფრები. პირობითად Nvidia-დან პირველად გამოვედი სადღაც 200%-იანი ამონაგებით და იმის მერე ვზივარ და ველოდები, არ მიყიდე იმის მერე, იზრდება. ის აგრძელებს დას, ხო? ის აგრძელებს დას, მაგრამ მე ველოდები რომ აი ეს გაფრენილი ციფრები ცოტა ჩამოვა. მე როცა შევედი და ნორმალური. გაფრენილი ციფრებში არ გვიქნა. ტრეიდინგი მაგალითად. sales უყურებ, ძირითადად price sales უყურებ. ახლა აქვს 70 თუ რაღაცა. ანუ 70 ჯერ მეტი არის აქციის პასივი ვიდრე მისი revenue ყოველ წელს. პასივი ვიდრე ხო შემოსავალ. ხო. ანუ profits არ უყურებ, იმიტომ რომ profits აზრი არ აქვს დღესდღეობით განსაკუთრებით, როცა ვთქვათ ხელოვნური ინტელექტის სტოკებს თუ უყურებ და tech სტოკებს თუ უყურებ, მან profits აბსოლუტურად აზრი არ აქვს რომ შეხედო, იმიტომ რომ ზდა არის მთლიანად, მაგრამ შეიძლება მნიშვნელოვანია, ხო? ხო. ოკეი. აღარ შეიძლება ნუ პოზიტიური ისტორია ჩვენი მეგობარი მაგარი. story based telling-ში რა იგულისხმება? story based არის, აი მაგალითს მოვყვები და გეტყვი. აღა Nvidia-ში რატო შევედი, ხო? Nvidia-ში შევედი რომელი წელი იყო 2022, როდესაც დავინახე რომ ეს GPU-ები თამაშებიდან ჯერ კიდევ თამაშებზე მეც ეგ თუ სწორედ გავიგე არის რომ
გრაფიკული პროცესორები არის, ანუ გრაფიკული graphical processing unit ესე გრაფიკულები, ანუ მე ბავშვობაში მახსოვს, რომ NVIDIA-ს ყიდულობდი კომპიუტერს, რომ ვაწყობდი სათამაშო გრაფიკად, ვიდეო კარტას. ვიდეო ბარათები, ხო. ვიდეო კარტები არის. ვიდეო კარტა არის ის, ვინც ხელოვნური ინტელექტს თურმე მაგრად ამუშავებს, ხო? GPU არის, რომელიც ამუშავებს ხელოვნურ ინტელექტს. GPU ამუშავებს ის რო იყო, რა ქვია, იმის მაინინგი. იქა GPU-ები კიდევ X-Faners ყიდულობდნენ. ხო, ბიტკოინების ვას კრიპტოვალუტა. ყველაფერი რაც სწრაფი და ბევრი, აი, მაღალხარჯიანი ოპერაცია არის იმინა. ეს არის ყველაფერი GPU. ხო და როგორ თემა იყო, მაშინ ხედავდი ეს ხელოვნური უკვე წამოვიდა ეს OpenAI, უკვე ყველამ დავაწერინეთ თითო ლექსი, ხო? თითო ლექსი, პირველი ყველამ ლექსი დააწერინეთ. ლექსი დავაწერინეთ. ხო და უკვე ხედავთ რაღაც საინტერესო ხდება და ამათ ჯერ კიდევ გეიმებზე უფრო მეწყიდნენ, ანუ თამაშებზე მეტ GPU-ს ყიდნენ თამაშებისთვის, ვიდრე ამისთვის, მაგრამ ეს იზრდება და ჩვეულებრივ ის გავაკეთე ბეთი, რომ ხელოვნური ინტელექტი ვინაიდან იზრდება და ვინაიდან ასე პოპულარულია და ასე არის აგორებული და საერთოდ არ გავს bubbles. ხო. ესენი მაგრა გაფრინდებიან. მაგას ეძახი story based, ანუ ეს story, ანუ ამბავი რაღაცნაირი. ხო, ამბავი მისი ისტორია რა არის, რომ იქნება ყოველთვის იქნება forefront-ერი ინოვაციის ამ GPU-ებში, იმიტომ რომ ყოველთვის ყველაზე მაგარი იყო. NVIDIA. ხო, ვერავინ ვერ გაუწევს კონკურენციას და ექნება მაღალი market share-ი, რასაც ამტკიცებს კიდეც იმის 7 წელიწადია და მოთხოვნა მის პროდუქტზე იქნება. იმიტომ რომ ყველა შედის ამ AI-ში. იმიტომ რომ ყველა შედის GPU-ში, ყველა Meta, შევარდა Google, შევარდა Musk-ი, ყველა მანდატი, ყველა ჩავარდა, ანუ ახლა კვანტურ ლაბორატორია ის ხარი. და კვანტურ კომპიუტერებში ეგ GPU-ები არ ჭირდება. არა, მაგრამ NVIDIA თვითონ აკეთებს ახლა კვანტურ. ხო და მანდ ვინ არის ხა კვანტურ კომპიუტერში? ვინ არ არის, პატარები არიან, Amazon-ი ალბათ ყველაზე კარგად არის, კიდევ არიან პატარები რაღაც იონი. მას პროცესორებს აკეთებს Amazon-ი? კვანტურ კომპიუტერს აწყობენ. Amazon. ანუ ბევრი ანუ Amazon-ის აქციები რომ აქვს მიხარია, მაგრამ კარგია, მაგრამ კვანტურ კომპიუტერი ჯერ კიდევ ეფექტივი დიდი ხანია იქ. ეს იყო story. ახლა ნახე, გამოვედი NVIDIA-დან და ახლა უკვე დავიწყე წრიალი რა შეიძლება უკვე ხელოვნური ინტელექტი. NVIDIA-დან გამოვედი როგორ მეხამუშება, იცი ყოფილი როგორ ვაზივარ. NVIDIA-ს როგორ ვაზივარ. შეხო შემდეგ თემას როდის არის დრო რომ გაჩერდე. როდის არის საკმარისი. ხო, მაგას გადავა. ახლა დავიწყე რას რისიყურება. კი ბატონო, ეს GPU-ები ხო აწარმოებს ბევრი, მაგრამ ვიღაცამ ხო იყიდა და რაღაცა ხო უნდა გააკეთოს იმ GPU-ები. ვინ იყიდა? ხო და ახლა გადავედი ამ data processor APP, Aploin-ი, მაგრამ data ჩქარა ნუ გარბი ხარ კაცო, მითხარი ვინდა ვიზე გადახვედი data. ნუ Aploin-ი არის, ეს არის ვინც არის data engineering-ს ვინც აკეთებს. Aploin-ი არის, დაახლოებით იმას გავს, იმ Palantir-ს გავს. Palantir-ი ცოტა სხვა. Palantir-ი სხვადასხვა გავამაზე მთლიანად, იმიტომ რომ ცოტა სახელმწიფოსთან დაკავშირებული, აი როგორ დაახლოებით Bitcoin-ი გავამაზე, ეს გავამაზე Palantir-ი შეგნებულად. ხო? და ახლა გადავედი ამერებზე. მანდაც ერთი-ორმა გაისროლა იქაც, ოღონ არაფერი საოცარი და ამ დროს გაეძო ჩვენი ახლა მაკარიძესაც ურჩიე და გლოცაო, ასევე story. შეხარ Warren Buffett-ი მაკარიძე. story ადრე მოკარი ყური რომ ესენი ფიქრობენ სატელიტურ ემაზე, Apple ფიქრობს სატელიტურ ემაზე. შემთხვევით რაღაც წავიკითხე. სატელიტურაზე. სატელიტურ ტელეფონზე გადაიყვანონ თავის ტელეფონი. რო ეს სიმბარაც ერთ აღარ და სატელიტს უკავშირო, ვაშე ის არც ჭირდებოდეს ის 5G და ამ შემდეგ. რა, პირდაპირ სატელიტზე უნდა იყოს თამაში. კაი, სატელიტზე გადაიც იგი ხარას კითხები არ ვიცოდი. ანუ ეხა მარტო ისიმიანი ტელეფონი რო გამოუშვეს, ეგ არის? არა, სიმია. არა, სიმი მაინც 5G. მაგრამ სიმზე შეგიძლია დაეჭირო სატელიტის სიგნალი, ეგ არის მთელი მოვლენა. მაგრამ ჯერ არ არის ბოლომდე გაშვებული, ეს STS-ი უყურებ ASTS. ო, AST არის ისე რა ქვია ტიკერი. ტიპებმა გაუშვეს უკვე 5 სატელიტი, ისიც Starlink-იც ხო ხო ეგ მაინტერესებდა ხომ SpaceX-ი ხო იბაშობა. SpaceX-ი ძალიან წინ არის მანდ და არ არის? არ არის, აი ზუსტად ეგ არის story რა. ეს ხო არ არის. ანუ ტიპმა ძლივს გააკეთა და სუსტი ხარისხის voice message თუ რაღაცა და ამათ ჩვეულებრივი ვიდეო კოლი გააკეთეს უკვე თავისი ტექნოლოგიით. არა, საინტერესო არის. აბა ეს გაძეძგილი აქვს სატელიტებით ამ SpaceX-ს თელი დედამიწა რო ჩააცვას სატელიტები. მაგრამ ამ სპეციალური სატელიტები ჭირდება ალბათ, ამდენიც არ ვიცი. მაგრამ ახლა ივლისში არის სხვათა შორის ისეთი საინტერესო თუ გაუშვებენ დანარჩენ 5-ს, თუ დანარჩენ 5-ს გარკვევენ, მე ესეც გაფრინდება და გაფრინდება. მოკლედ ეგ არის პოზიტივი და ახლა ნეგატივი.
SMC რატო ეძახი მაგას იღბალს სანამ ნეგატივზე გადახვალ? ანუ ეხლა მე რაც არა, მოვისმინე. არ ვეძახე, იმიტომ რომ შეიძლება არ გაესროლა რა, იმიტომ არაფერს იგი ხა ყველაფერი შეიძლება, მაგრამ მე რაც მოვისმინე ხა არის ძალიან ლოგიკური, რაციონალური ნაბიჯები რა, ანუ ეხა იქ ხო მესმის რაც ამბობ. ანუ ჩემი მოსმენით რა, მაგარი ნაფიქრი არის რა, იქ გრაფიკებს გრაფიკულ ბარათებს ხო შეიძლება ჩემი წარსული იმაშვება მაძახებინებს, იმიტომ რომ ჩემთვის არაიღბალი არის ჩაუვжда და იქ გამოცვალა რაღაცები, გაზომა და ეხლა რაც მოკები ჩაჯდომა არ უნდა მაგას ანუ ხო მაგრამ ეს უფრო მაინც ფინანსურებსა ხო ხო ფინანსურებს ეს არ დაუღეჭავს ფინანსი არ გამიგეჭავს ანუ ხო შენ ეძახი რომ ფინანსურებზე გათვლილი კი არა, უფრო მეტად უფრო სტორიზე მოლოდინებზე და ისტორიაზე და რაღაცა იმაზე გათვლილი გავიქცე. გითხარი რაღაც ზღვარი არსებობს ხო? არ უნდა იყოს რაღაც პირობითად აუცილებლად უყურებ boards ვინ არის, აუცილებლად უყურებ რამდენს იღებს ხელფასს და თუ პირობითად 2 მილიარდიანი მარკეტკაპიანი კომპანია 700,000 უხდის CEO-ს არ მომწონს და ხო ხვდები და ეგეთი soft factor-ებს უყურებ მაინც რა. ბევრია ეგა? რა 700,000 CEO რო იღებს 2 მილიარდიანში ბევრია თუ ცოტა? თქო უნდა ბევრია. ოკეი, რა არის მაგალითად ანუ ნახეთ ჩემთვის არის პირიქით რომ CEO-ს კონდეს თქვა share-based კომპენსაცია მარტო და ხელფასი პირიქით დაბა. ანუ იგი გულ 700,000-ზე ქეშატვი 2 მილიარდი დღესდღეობით 2 მილიარდიანი კომპანია არის სტარტაპი. ანუ და CEO უნდა იყოს fully committed ხო? ანუ არ შემთხვევაში ჯერ კიდევ founder-ი უნდა იყოს CEO. ხო და ამ დროს რო ტიპი მილიონს იღებს რაღაცა წელიწადში არასწორია. ქეშატ. ხო, ჯამურანაზღაურება არა. ჯამურანაზღაურება. ხო, უარყოფითი ისტორია SMCI SMCI რას აკეთებდა? SMCI აკეთებდა ესეც Nvidia-ს მოყოლილი პროდუქტი იყო, მაშინ ვიყიდე ესეც. რომელიც ასაკეთებდა ეს GPU-ები სადღაც ხონდა ჩადო. და ამათ ჰქონდათ ისინი რეკები რა, server racks და data center-ები. სადაც ამას ყველაფერს ათავსებ, რომელსაც კარგად ამუშავებდა. ინოვაციური იყო ძალიან, ჰქონდათ liquid cooling-ი, ანუ ეს სერვერები არ გაცივდეს, გაგაცხელდეს, არ გჭირდება რაღაც ნორვეგიაში და ყველას შემდეგ, მოკლედ კარგი ტექნოლოგია. მანდაც რაღაც 300% გაიზარდა 4 თვეში. მაგის მე დავიწყე ფიქრი გამოსვლა, თუმცა აქაც ისაა, ხო? ანუ და გაკოწევდი. ესე იგი რა მოუვიდა accounting scandal. ვიღაც short seller-მა გამოუდო, რომ ისა აქვთ revenue ციფრები აქვთ და ისინი დახატული. დაემთხვა ამას, რომ მათი აუდიტორი გადადგა და მოკლედ ფასი იყო, რამდენი იყო 120 მე მგონი, ჩამოვიდა 16. რა თქმა უნდა, ეგრევე გამოგდეს S&P 500-ში შევიდა წინათვეს რაღაცა და ახლა they are struggling. მე რა ვქენი, ახლა 16-ზე ჩამოვა, ვერაფერს ვერ იზამ, ხო? მე მქონდა ნაკიდი 22-რად. და 120-ზე იყო ასველი. და ნუ they were struggling, ნუ 16-ზე არ გამოვიდი, ბოლოს 32-ზე გამოვიდი. ნუ ახარიან 42-ზე თუ რაღაცა და კარგად გამოსულხარ კიდე პლუსში გამოხვედი, უბრალოდ ისეთ პლუსში არა, როგორში შეიძლება და გამო. მაგრამ ნუ ახლა ვარყოფით ისტორია, იმას კი ნუ უყურებ რომ არ დაკარგე, იმას უყურებ რომ რამდენი ვერ მოიგე, ხო? ანუ ისიც არის და ის მაგრამ ყველა როგორც გითხარი, აი ფუნდამენტურს როდის შევხედე, ამ ბოლო დროს არასდროს, იმიტომ რომ ალბათ აზინაკლებად აქვს. ხო და ამ ბოლო დროს ფუნდამენტურებთან ზოგადად ისეთი ტექნოლოგია, ანუ ისეთი კომპანიები მოდის, ისეთი სტილის valuation-ები, რომ ვაფშე არ ვიცი, ფუნდამენტურს რაზე უყურებენ ახლა. ნახე, მაგაზე ვფიქრობდი სხვათა შორის, ანუ ჩემს ყოველთვის ვცდილობ, რომ მით უმეტეს აი ყველა ჩემი პრინციპის საწინააღმდეგო უნდა იყოს ის სადაც ვამბობ. ხო პრინციპისა, მოდი ეს ვთქვა, მიღებული განათლების. ხო, იმედა. hardcore ღრმა ფინანსური ინჟინერია, რომელიც გამორიცხავს ყველაფერს, სადაც ადამიანი აკეთებს რა. საუკეთესო მეგობარი რაღაც კომპიუტერი და რობოტი. აი და ახლავეთ ეგეთისა. ხო და უცებ რომ ამას ვაკეთებ და რატო? ნახეთ, მნიშვნელოვნად გაიზარდა ინვესტირებაში როლი არა იმების, ხო, ფონდების და ასე შემდეგ. ბიჭა, ეგ უნდა ახსნა. რატო ანუ საცალო ინვესტორები გაიზარდა? პირობით რაც ვთქვა, STS-ის შემდეგ მხოლოდ hedge fund-ებს უჭირავთ. იმიტომ ის ვერც დაიჭერს. არც ინდექსის წევრია, არც კარგი ვოლატილობა, არც ტრაქერი არსებობს. ხო, ანუ ფონდების ბიზნესი ხო რა არის? ანუ ფუნდამენტური სად მუშაობს? ფონდი, რომელსაც თქვა ავალებს, თქვა საპენსიო სქემა ავალებს, რომ აჰა მე შენ გაძლევ თქვა 3 მილიარდს. ამოვარდნენ ჰეჯები შევიდნენ ლოგიკა, გავიქი. ხო, მაგრამ mutual fund-ები კლაუდ დიდი ბიზნესია, ხო? ანუ მთელი პასივ ინვესტმენტი, რასაც ქვია, წაიღეს mutual fund-ებმა რა.
ანუ ის ფუნდამენტური კიდევ არსებობს, ეს პრაქტიკულად ალტერნატიულად გახდა. ეს გახდა ალტერნატივა. კი. ეგ ვაფშე არ მიფიქრე, რა 22 რამე. ხო, იმიტომ რომ იმას მაინც უწევს ის ტრაქინგ ერორების დათვლა და ვოლატილობების და შარპ რეშიოების გამოყვანა, იმიტომ რომ ის საპენსიო გადაახევს თავზე მაგის სტორიის, ხო, რომ მოუყვეს, ხო. თან თავის ფულიც არა, ვიღაცის ფულია, ლიშბი არ დაკარგოს, მაგაზე ფიქრობს რა. საპენსიოზე ისე ის სტატისტიკა მახსენდება წინაზეც რო ახსენე რომ მე ეგ არც ვიცოდი 40 წლებამდე რომ რა იყო 65-ზე მეტი ასაკის მამაკაცები წარმოადგენენ სამუშაო ძალის 50%-ზე მეც. აუ პენსიონერები არ იყვნენ. მანამდე ომში იყვნენ აბა. პენსიონერები არ იყვნენ აბა და ვერ. პენსიონერები არ იყვნენ მანამდე რა. ძალიან ახალი ცნება არის საპენსიო ფონდები და საპენსიო ფონდების მიერ მერე გაკეთებული ინვესტიციების შესაბამისად. ეხლა აი ამ კითხვის გაგზელებათ უნდა გავიხსენო, ეხლა რომ დავფიქრე, შენაც მოყევი. ბევრად უფრო დაბალი მასშტაბით, მაგრამ ეგეთი ისტორია მეც მაქვს. ერთი 10-15 წლის წინ მართლა არც ერთი ფუნდამენტურისტვის არ შემიხედავს, ვასოზე განსხვავებით, იმიტომ რომ პლუს ესე კარგად ვერც გავიგებდი მაინც და ვიყიდე მართლა story ოღონდ ისტორია ამბავი, ოღონდ ეგეთი კარგი ამბავის კი არა რა. JCPenney ვიყიდე, იმისი კვარტალური შედეგების გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე რა. ოკეი. ცოტა რა თქმა უნდა, ძალიან ცოტა რა და ისეთი შედეგები გამოაცხადეს რა, რომ ჩვენი მეგობარი და იმ დროს ბროკერი ჯეკო მირეკავს, რომ გაფიცებ საიდან ისე მაგრა გავარდა, რომ არ ტყუი ვარ ძალიან პატარა თანხებზე საუბრობ საინვესტიციო კუთხით, მაგრამ საათი ვიყიდე. მახსოვს, ომეგა საათი ვიყიდე. მამა ერთგენია მონაგებს. გავგიდე, ნუ ეგრევე გამოვარდი, რა თქმა უნდა. სხვაშორის ძალიან სწორი ვქენი, იმიტომ რომ ეს ისტორია, რომელიც არ ვიცი საერთოდ არც ვიცი, ანუ არა, უბრალოდ მართლა არ ვიცი რა ისტორია იყო. ისტორია ვიყიდეო და რატო გადაწყვიტე რომ JCPenney იყიდე, იქ დამაინტერესა კაცო, ანუ. რაღაც იქნებოდა დამცავება. რაღაც 10 ანალისტიდან 7 ამბობდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება JCPenney-ს თავს. ხო, მაგერა აი ეს არის ლაკი, იმის როგორც ეს ზუსტად ეგ უნდა მეთქვა რომ ლაკი აი ეგ არის ლაკი ხო ზუსტად მაგიტომ უყევი ეს არის სუფთა ლაკი სპარტაკსის კარგისა ხშირად უყურებ აქციებს გამოცხადებამდე ოღონდ ერთ თვით ადრეა წინა დღეს ხო ნახეთ მანდაც ოღონდ ეს უკვე ადამიანი ალბათ ამას ვერ იზამს მაგრამ ვთქვათ იმისთვის ალგორითმისთვის კარგი თემაა რომ შეხედოს რაღაც კანონზომიერებას. არის კანონზომიერებები. ანუ მხდება რომ კანონზომიერება არის. ანუ როდესაც ვთქვათ პოზიტიური ბაზარია, ელოდებიან რაღაც საოცრებას. ხო. ანუ პირობითად Nvidia ყოველი შედეგის გამოცხადების მერე მიუხედავად იმისა რომ რაღაც საოცრებებს ამბობდა იმას აჭავებდა, მაინც ეცემოდა. გამოცხადების მერე ეცემოდა. იმიტომ რომ მანამდე მოვიდი იყო უფრო მაგარი. ანუ რაც იყო კონსენსუსი, რაც ეწერა, იმას თვითონ ხო აცხადებს, ვთქვათ, იმას აკეთებენ, ხო? გაიდანს იძლევიან კვარტლის. ამ კვარტლის გაიდანს, ანუ როგორ არის, beat and რაღაც გამოთქვა არის. Beat and raise. ანუ რაც ისკენი რა ქვია, წინა პროგნოზი რაც იყო, იმას აჯობე და raise-ი შემდეგი კიდევ გაზარდე. მაგას ქვია beat and raise. Beat and raise, ხო? ანუ beat and raise-ს აჯობე და შემდეგი გაზარდე. მიუხედავად ამისა მაინც ეცემოდა, იმიტომ რაღაც საოცარი წარმოდგენები ჰქონდათ ბოლოს რა. ანუ მაგასაც უნდა უყურო, ზოგჯერ ეგეთი ბაზარია, ზოგჯერ პირიქით. ზოგჯერ თქვათ რაღაცა მოეწონებათ, როგორც წესი იმას უყურებენ, მაინც მომავლის პროგნოზს რა. ანუ რა outlook-ს წერენ. და შეიძლება გაიზარდოს 40% რაღაც 60% ერთი. საინტერესო შესასწავლია ეს გამოცხადებამდე. აი მე ერთადერთი ვერ დავდებ ხა ვერანაირად სტატისტიკურ ანალიზს ნამდვილად, მაგრამ ერთ-ერთი ინტუიტიურად მეც რაცაც დავკვირვები ვარ, ნუ 10 წლის წინ თუ 15 წლის როცა იყო, გამოცხადებამდე უმრავლესობა ფასიანი ქაღალდის ფასში იკლებს. ხო, იმიტომ ეს არის რისკი. ხო, იმიტომ რომ ანუ შეიძლება კარგს ველოდებით, მაგრამ მოდი ვთქვათ, ინვესტორების ნახევარი კარგს ელოდება, მეორე ნახევარი ცუდს ელოდება რა და ვინც კარგს ელოდება, ნახე, დიდი ალბათობით არაფერს არ ცვლის, იმიტომ რომ უჭირავს, ვინც ცუდს ელოდება, ყიდის და იასტება. ანუ კიდულობ რა, შენც თუ კარგს ელოდები, უერთდები ამ კოჰორტას რა და მაგ დროს ნუ მართლა გამოდის რომ გიმართლებს რა. ეხლა ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ გამართლებაც არის, მაგრამ ნუ მცხად გამართლება არ არის, იმიტომ რომ შენი ქმედება არა, შენ ამ ლოგიკაში თუ ხარ, მაშინ სწორე მოიქეცი.
მოქმედება ჩაატარე იყიდე და აი მე მგონი რაღაც ეგეთი მქონდა JC Penny-ზე რა და იმის შემდეგ 1-2 ჯერ ვცადე და არც არის პროსტა კარგი ისაა რომ ძალიან მცირე თანხებით ოპერირებდი. ან გულის სიხროში ხდებოდი რომ სისრულე შეგეთებდა ტლატიტო. არა ხო იმიტომ რომ იცი რა დრო აი ის დროა რომ აი ყველაზე აქტიურად ვცდილობ გავერკვე და ასე ვთქვათ შევეკვე ხო ფინანსურ ბაზრებზე და ფინანსურ ანალიტიკაში და ამ ყველაფრის მართლა კითხვა ვისწავლო და გავიგო რა და მეორეს ხრივ თან გზნობ რომ არ ვარ მაგ ტვინწყობის ადამიანი და უფრო მიზიდავს იღბალზე ორიენტირებული ქმედებები რა. სწორები ალბათ ან ნახეთ დალაგება კანონზომიერების ოღონდ არ უნდა გადავიჭრათ იმ ჩემს საყვალ წიგნებში პირველის იმაში პროგრამაში ხო იცი ეს რა იმას ვაკეთებ მარტო კარგი ისტორიებს რო იღებ მარტო რაც გაწყობს იმას ხო მაგრამ ისე დალაგება კანონზომიერების ძალიან საინტერესო მაგალითად ახლა ნახეთ მარტო თქვა IT-ზე და იმაზე ვისაუბრეთ ხო ჯანდაცვა ხო ძალიან საინტერესო სექტორია ოღონდ მე ვერ ვეკარები იმიტომ რომ ვერ მივხვდი ამ ფაზებს აი მაგას ვერ ჩაუღმავთ ნახეთ ბიოტექნოლოგიურ კომპანიებს აქვთ როგორ უყურებ ფას ხო მუშაობენ რაღაცაზე ჯერ უნდა შეაფასო რამდენად მნიშვნელოვანია ეს ხო თქვა პირობით ეს გასახდომი წამალი რო ვაგოვია რომ შეიმუშავეს ნუ ясნია გაფრინდა ნაყიდი მქონდა სხვადასხვა ისიც ტრაილების მიხედვით ხო და მე არის უკვე ტრაილები და აი ტრაილებში ვერ გავიგე ეს კარგი შედეგია ცუდია და გავეშვი რა ხო და მან რა მაქვს იცი მაინც ვინ ჩავიდიშნე იმას რო უსმენდით იმ პოდკასტს გასოსის ხალი სუპერ ინვესტორი ხალი რო არის ხო კაი ქვიდა ვიკითხავ არა მან ჩავინიშნე თქო იკითხე შემდგომ მან ჩავინიშნე ჯანდაცვაში ქონდა რეკომენდირებული CRISPR ქონდა რეკომენდირებული რატო იმიტომ ეს CRISPR ისტორია ისევ რა ეს ხალხთან ისტორიებს უბერავდა რა ისტორია არის ეს რომ ეს CRISPR აკეთებს გენეტიკური გენ ინჟინერიას ანუ მოკლედ რაღაც გენეტიკური კოდის მოდიფიცირებით არის რაღაცა ჯანდაცვაში რაღაცა თემა აი რაც გავიგე რა ლოგიკურად ხო გენეტიკური კოდის მოდიფიცირება შეიძლება სუპერეფექტური სუპერეფექტური კურნალობის თემები არის და მაგაზია ბეთი გაკეთებული რა და ამ ხალხს ზუსტად იგივენერად ტესლაზე რატო აქ იცი ბეთი გაკეთებული იმიტომ კი არა რომ ან ელექტრომობილები ჯერ არ ამის მაგის დედას ვატირე საერთოდ რა ელექტრომობილები თვით self driving რა თვით ტარებადი მანქანების სტორიზე აქ თემა რომ წარმოიდგინე ხე რომ ტესლას ეს გამოუვა და უცებ ყველა ტაქსის სერვისი არის ამ პლატფორმაზე რა იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მათ ხო თავარი ეგ არის სოფტია თავარი რა თორე მანქანა რა ტესლა შეფასება ხდება როგორც სოფტვერი არის და რეკომენდა მაგას კი არადერებენ Microsoft-ზე ხო შენ მაგას ვისიძახთი მაგრად მაგს რაღაცებს იძახთა ბიჭო ვერხი რანაირად Mercedes-ი ღირს ამდენი ტესლა რატო უნდა ღირდეს ამდენი აი მაგას ამობს ეს ხალ იცი ვინ არის Helen Woody ქვია გამახსენე Woody კი ცნობილია იმაში RKK ხო და ხელოვნური ინტელექტი ანუ რატომ არის ძალიან პრომინენტი იმიტომ რომ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ბეთი ხელოვნური ინტელექტზე და მაგრად მოიგო და ყველა მაგრა იდობა ეხა ხო აი გარი ხო თუმცა ისეთი წამოვიდა fake quote-ები მაგისი რა გამოგიგდებს ხოლმე კი ამდენი აი ისა ვუდი ინვესტირებულია ამაში არა ეხა იყო იმ ლევან რას ეხებოდა ეხა იყო იმასთან ეხა მართლა ეხა ერთი თვის წინ ალბათ იყო იმასთან Diary of the CEO ხო როგორც ითქმის რა გვარია და მოვიწყდა ის კაცი სტივენ ბარტლეტთან იყო ხო და იქ საუბრობს და ძალიან საინტერესო მოსასმენია ჯერ ძალიან კარგი მოსაუბრეა მე თუ გითხავ რა და პლუს კიდე ძალიან საინტერესო მოსმენია და აი შენ რასაც ეხა ამბობ პრინციპში მთელი მაგის საუბარი მაგაზეა სტორიებზე ინვესტირებას ხადაგებს რაღაცა კუთხით რო შეხედე ნახე მე მაგ ხე რაც მოვისმენე და ამ წუთას რაც დამილაგდა არის ეგეთი რომ ყველა ვარიანტში საბოლოო ჯამში ეს ისტორია არის ის რაც გამოიწვევს მე ფინანსებს ანუ ესე რომ შეხედო რა ახე საბოლოო ჯამში ეგ ისტორია რასაც შენ ქმნი ხო მე მაგის ახსრულებას თუ ეფექტურად აკეთებ მე ის ავტომატურად გადაითარგმნება ფინანსებში რა და ეს დაახლოებით ეს თქვენი წინა პოდკასტებში ესე საზე არ მომო აი არო შეთქვი მე მინდოდა მეთქვა და მე კიდე სადრში რომ რატო ვიძახი ტესლას ანუ ნებისმიერი მომავალზე ფსონის ჩადადება ხო შეუძლებელია ფინანსებით ხო არ გამო ანუ ისტორიული ფინანსებით მე ხო მომავალზე ფსონს ვერ დავდებ ისტორიული ფინანსებით მარტო ისი ისტორიაში რა გააკეთა მაგრამ თუ ლაპარაკი არის იმაზე რომ მე ვაკეთებ
რობოტაქსის სიტყვაზე ვიძახი, მანქანებს, ანუ Tesla ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ვაკეთებ რაღაცა self-driving მანქანებს, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს ტაქსის სერვისი. პირობითად ვიძახი. Uber-ი, ანუ ჩასვალე რომ Uber-ის market cap-ი უნდა გადმოვიდეს თლიანად Tesla-ზე. ხო, ყველა ვარიანტში ისტორია არის, იმიტომ რომ სანამ ეგ ფინანსები დაიდებდა, მანამდე რა ვიცი, რომ დაიდება ეგ ფინანსები მე მაგდეს ვეღარ მოიგებდა. ანუ ეგ ამბავია რა, ყველა ვარიანტში დიდი უკუგება დიდ რისკს, რომელსაც ქვია ისტორიაში შესვლას მოყვება, თორე დანარჩენი cash-cow კომპანიებს კი აქვს, რა ქვია, წელიწადში 8% უკუგება და იგავი მაგას. 8%-ს აიღებ. ხო, არ არის პრობლემა რა. აი Warren Buffett-ის სხვათა შორის მაგითია ასევე ცნობილი, რომ როგორც წესი უფრო მეტად რა ქვია mature-დან უკვე რაღაცნაირად ვალუ ინვესტორია. ხო. თვითონ ეძახის თავის დროს ვალუ ინვესტორი და ძირითადი პოზიციები ალბათ ეგ აქვს, მაგრამ ვთქვათ ახლა Goldman Sachs-ი არ არის ხო ვთქვათ ვალუ ინვესტმენტი პირობითად და გინდა Coca-Cola-ს ხო მაინც უფრო აქტივისტი არ არის შენი აზრით? არა, ვალუ ინვესტმენტი, value არ არის. value კაცო, mature როგორ არ არის. ძირითადად ხო, ძირითადად მე ხო დივიდენდებზე ზის რა სამბო Coca-Cola იხდის უამრავ დივიდენდს. დღეში უხდის ბოლო ინფორმაციით ბოლოს როდესაც წავიკითხე დღეში Coca-Cola-სგან იღებდა Coca-Cola-ს დივიდენდით დღეში გამოსდიოდა $2 მილიონი. წარმოუდგენელია. კითხვა Coca-Cola-ს ისტორია ეხანდელი გადმოსახედიდან ამ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული რო არის უკვე თემა მომავალ მეც არ მომწონს რა Celsius-ი მქონდა ნაყიდი მანდაც გამოვედი მე იმიტომ რომ ძალიან გაიზარდა valuation-ი მანდაც ნორმალურად ვისაუბრე Celsius-ი ზუსტად მაგ ლოგიკით გვინდა სასმელს ვამთ რა ამას რაღაც წყლის კომპანიები ვერ იქნება ხა Celsius-ი იყო სწორედ ამაზე ორიენტირებული რომ სპორტსმენებისთვის აქტიური health-ი ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან გაიზარდა ახლა არის მე გამოვედი და დავანებეთ ის იყო story იყო მანამდე იყო story რომ არც ისეთი სასარგებლო არია და მაშინ გამოვედი და მე პრინციპში არ დავკვირვებოდი. ხო და რა საიდეო თან ამავე დროს Coca-Cola ხო ნუ აი მარკეტინგულად არის ბრენდ-wise ეგეთი კი და მე მგონი მაგას ბრენდი არ არსებობს მე. კი იმას აქვს შეფასებული დამოდარას აქვს სხვადასხვა შეფასებული მთლიანი კომპანიის ამდენი გამოვიდა 87% გამოვიდა კომპანიის market cap-ი 87% გამოვიდა ბრენდის ღირებული დანარჩენი ის არის ანუ ფინანსურები არის ყოველთვის რაც შემოვიდა. ხო და რა საინტერესო არის ამავე დროს ზუსტად ეგ ის მქონდა რა რომ ბიჭო ეს Coca-Cola არა ანუ ეხა აქტიურად მიდის რომ Coca-Cola არ ვარგა რა ჯანმრთელობისთვის და ახალი თაობისთვის ეს ძალიან მოდაში არის რაღაცა ჯანმრთელობის ამბავი რაღაცა საუკეთესო პოდკასტერებში ჰუბერმანი არის მესამე ადგილზე ჯანდაცვაზე მოლაპარაკე და ეგ ვიღაც ბრაიან ჯონსონი რომელსაც არ უნდა რომ მოკვდეს 5 მილიონი ფოლოვერი ყავს და ანუ რაღაცა იმაში მიდის ეს და Coca-Cola-ის ისტორია ცუდ დღეშია ხა იდეაში. ხო, არა, მე ანუ ესეთ თქვა Coca-Cola-ს Coca-Cola-ში არ გავაკეთებ ინვესტირებას, სწორედ იქნა გამომდინარე, რომ ანუ stories ვერ ხედავ. ფინანსურებს ხედავ, აუცილებლად იყიდის იგივე ლოგიკით ფონდები, ხო, იმიტომ რომ S&P-ში დიდი ადგილი არ იყიდი და წააგებ, ხო? ამიტომ აუცილებლად იქნება Coca-Cola-ში ინვესტირება, მაგრამ ახლა ისე რომ თქვა რაღაც გაკოტრდება არა რა თქმა უნდა ხა როგორმე რამე სიზამს რა ხა საუკუნეებია ვიძახით რაღაც მავნებელ ეფექტზე რა ვიცი ალკოჰოლის და სიგარეტის მაგრამ იყიდება ერთის და მეორეს და სიამოვნებით ღებულობთ ერთსაც და მეორეს ხო ხო მაგრამ აი ნახე ალკოჰოლის მართლა რატომ მაინტერესებს ის რომ ალკოჰოლის ეფექტი არის რომ ალკოჰოლს მოაქვს სიამოვნებაც ნუ Coca-Cola რაღაცა არის რაღაცა მეც მიყვარს Coca-Cola cheat day-ზე Coca-Cola ისმევა მაგრამ მე მესმის აბსოლუტურად თქვენი ლოგიკის მაგრამ მე Coca-Cola-ის ძალიან მჯერა იმ მარტივიზების გამო რომ თქვენ ლაპარაკობთ სამყაროს ალბათ მაქსიმუმ 30%-ზე. დანარჩენი 70% არ ფიქრობს და არა დანარჩენი 30 არ ფიქრობს და კიდევ 40-ის ოცნებობს როდის ეკნება ფული რომ Coca-Cola იყიდოს ხო. ეგეც არის. შეიძლება ისტორია კარგია კიდე. ჩვენ lifetime-ში მე მგონია გადასარევი ისტორია Coca-Cola. ჩვენი ბაბლის მსხვერპლი გავხდეთ ამ შემთხვევაში გეთახმები. აჟი ეხა შენ მინდა კითხვა ასე გიუთ რომ წინა პოდკასტის ჩაწერაზე ამ წიგზე საუბრობთ მე და გივი და მაშინ გავიაზრე ყველაზე მტკივნეულად რომ რეალურად სიმდიდრე also known as დოვლათი გროვდება როდესაც იზრდება გეფი შემოსავალსა და ხარჩორის და არა როცა იზრდება შემოსავალი ხო და არა ეგ როგორ მომხდა იცით რომ თელი ცხოვრება ვარ ორიენტირებული შემოსავლის დაზე და ნერვები მაქვს მოშლი რომ დოლათი არ მაქვს დაგროვა და მივხვდი რომ იმიტომ რომ გეფზე არ მიზრუნია მოკლედ და არ ვიცი ზუსტად იგი აი ზუსტად აი რომ შეკითხები დაისვა ისეთი რომელსაც უნდა უპასუხო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა ერთის ეკა რომელსაც კარგად უნდა ჩაუშვდე ჩემ ოჯახთან ერთად
ოჯახსარეთ გაგიწე ქსული რო წააკითხო გიყვეცე მიწაიკითხე ხო მაგრამ ნუ რა როგორი ის არის რა იმიტომ რომ ერთის მხრივ 100%-ით ვეთანხმები მასკს აქვს ნათქვამი რომ ბევრად უფრო ადვილია იშოვო $10,000 ვიდრე დაზოგო $10,000 მაგასაც ვეთანხმები და თან პირადი გამოცდილებით ვიძახი რომ თუ შენ ამ სხვაობას არ მიხედე ვერ დააგროვებ ქონებას რა ხო და თავისთავად მაგრამ ნუ ნახე მოდი რა ხა რასაც თვითონ ამბობს მე თავის ცხოვრების სტილზე ეგეც არ გვინდა რა ანუ რაც ის რო ვიყავიო სტუდენტი რო ვიყავიო ცოლი რომ მოვიყვანე და რასაც ვხარჯავდი და იგივე ვხარჯავდი ახლა არა ეგეცებსაც ეს არ განსეთ ლადეც არ გვინდა მაგრამ თვითონ ის კულტურა დაზოგვის ხო მე რაზე დავფიქრდი რომ ვერ წარმოიდგენ რამდენად დიდი ეფექტი თუნდაც კომპაუნდინგი ვიცით ყველამ ხო რამდენად დიდი ეფექტი შეიძლება მოიტანოს აი უკაცრავად სიტყვა დაგინებულმა ხუთგადადებულმა თქვა $500 ყოველ თვე კი ბევრი ძალიან თითქოს არაფერი ორ ლანჩში შეიძლება დახარჯო რაღაც თუ კარხასიაძე ხარ და ამ დროს თქვა 3-4 წლის ჭრილში განსაკუთრებით ეს კი ამბობს რომ მიზანი არ დაისახო просто აგროვეო რა კარგი მიზანია მაგალითად როცა პატარა ბავშვი ყავს და თქვა დაარქმევ მის college funds ან თქვა მის ხო ხტები რაღაცა ის უნდა მისცეს ცოტა გაგიწყდეს იქიდან ფულის აღება ხო არ დადეგებისთვის ფული გამოდა ხო ალბათ კარგი მიდგომა არის არა იმაზე ვიფიქროთ რომ თქვა გავზარდო გინდა თუ არა ყოველთვის დანაგროვე არამედ იმაზე რომ მოდი რა ეს $500 არ არსებობს ხო და პლუს რა არის იცით ახლა ვისაც თქვა თქვენ როგორც ვთქვათ გიყვართ ეს კირკიტი თქვა გინდა იგივე აქციებში გინდა ხო საინტერესო პროცესია რა ანუ თვითონ ეს რომ აი ყოველდღიურად რაღაცას სწავლობ კითხულობ უყურებ ამ პერფორმანს რაღაცებს აანალიზებ შენთვისაც უზარმაზარი ზრდა არის ხო ახლა რაც არ უნდა თქვა ცნობის მოყარე იყოს ადამიანი როცა short is not in at the stake მაინც ისე პრეზერვატია როცა იცი რომ თქვა შენ ფული გიდევს ამაში ძალიან ბევრს მუშაობ თუნდაც იმაზე რომ რაღაც ელემენტარული ინფორმაცია მიიღო ხო სადღაც ხო ვიზიარებს შერას ამბობ და ალბათ ისე იქამდე ეგეც იქამდე მიდის პატივცემული ტალების skin in the game-ამდე მიდის ეგეც რაღაცა ფორმით რა skin in the game ქართულად როგორ იქნება ისა როგორა ქართულად როგორ არ ვიცი შენ ყავზე გამოცდი ალბათ რაღაცა იქნება შენ ყავზე გამოცდა არის რაღაცის რა ხო და რაღაცა იქნება როცა შენი ტყავი არის რისკის ქვეშ სხვანაირად ყავზე გამოცდა ხო სხვანაირად კითხულობ აი იმ ფინანსურებსაც და იმ ისტორიებსაც და ასე შემდეგ რა კაი, ეხლა გეფის თუ რაც ქვია შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობას დაზოგვარო არ დაუზახოთ და twin წყობა რო შევცვალოთ და ცხოვრების დონე ისე სწრაფად არ გაზარდო რა სისწრაფითაც შემოსავალს ზრდი, ეგრე უფრო საინტერესო რჩევად შეიძლება ისმინებოდეს. ეგეც გაზარდე, მაგრამ ესე რა რაღაცნაირი ის რო გაუკეთო რა, არ ვიცი. ბოდი კითხვაზე გადავალ. შენ გამოგივიდა ეგ თუ არა? ან რამდენად კარგად გამოგივიდა ეგა? ამ შენ შემოსავლის საფხურში მიჭირს. ხუჩა ბატონი გიჭირს ბაზარი. სიმაგრა მიჭირს. არა, კი, ვიწყოდი რომ გამომივიდა. ანუ როგორი თემა იცი? ოღონდ მე ამ ლოგიკით ცხოვრების დონე არ გაზარდო, არ გამოდის, იმიტომ ჩემი ცხოვრების დონე ძალიან მარტივია, დაახლოებით ამის წავიდა, წამოვიდა, ან ჭამა, ან არ ჭამა, ის დავიწყე რაღაც. fasting და ერთ დღეს ზოგავ. ხო, მაგრამ ნუ ოჯახს მოწყალოს ხარ. ანუ ძნელია გამოსვლა, ამიტომ უნდა იყოს გამოცხადებული $500 არ არსებობს. დისციპლინის ამბავი. მეგამბავი. ვიდრე ისო მოდი ჩვენ ნუ წავალთ იქ დასასვენებლად, თქვათ გადავდოთ 20% და წავიდეთ, თქვათ უფრო სწორი ალბათ გადადო ყოველთვე რაღაც თანხა სტაბილურად, ვიდრე მოიკლო რაღაცა წელიწადში ერთ პირობითად. ანუ ჩემი შემთხვევა რაც იყო, ეხლა მე რაც რეფლექსია რო გავაკეთე, შეცდომას ვერ დაუძახე, უბრალოდ სად გავმაზე და არ დავფიქრდი, იყო ის, რომ ჩემი შემოსავალი რო იზრდებოდა, ვაწევდი ამ ხარჯვას რა და ამ ხარჯვას რო გადახედო, უმეტესწილად იყო უბრალოდ
აი ამ წიგნშიც არის ნახმარი, უფრო მეტად გარე ვალიდაციის ხარჯვა იყო, ვიდრე საჭიროების ხარჯვა იყო რა და ეგ ცოტა ახალგაზრდობის ამბავიც არის, ცოტა მისაც არის, მაგრამ კარგი მენტორი მრჩეველი მაგ დროს რო გეუნება რო იცი რა, ნახე, გადადე რა, აი 20% ხო მოგემ, ანუ იმიტომ რომ ჩემი შემოსავლის და ხა რო გადახედო იყო ესე რა, ანუ 20% კი არ მეზდებოდა ყოველ წელს. რაღაცა 3 წლიანი ციკლებში 2 მაგდებოდა ან 3 მაგდებოდა. ესეთი ნაბიჯები გავაკეთე და ამ ნაბიჯებში იმასაც ზრდიდი მე და მაგდროს ვიღაცას დაერიგებინა ჭუა რომ ბიჭო ამ ვიხდიდან პროსტო 20% ჩათვალე რომ არა. მე მაინც მომხრევა რომ ეს გარე ვალიდაცია საჭიროა განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში და ელემენტარული self confidence-ის საკუთარ თავში რწმენის რაღაც სიმბოლოა, ხო? როცა ხედავ რომ რაღაც თქვა პირობითად, respect ვიღაც ესე როგორ. არ ვიცი. ალბათ ძალიან შეიძლება ზედმეტები არ უნდა მოაწყო, მაგრამ ალბათ ესე საჭიროა ახლა. ალბათ რაღაცა ძალიან დიდი უნდა იყოს მეორე მხარეს, რომ გარე ვალიდაციაზე გარევალიდაციის სრული უგულველყოფა გააკეთო რა. ეგ ცოტა შეუძლებელი მგონია რაღაც დონეზე. მაგას ვამბობ, არ ვიცი რა დონის რა. ეს არის კონსულზე ალბათ სადაც მარტო ცხოვრობა. აა ჩაწერა ალბათ TikTok ვიდეოს, სადაც იმარიაჟებს იმით რომ კონსულზე მარტო ცხოვრობა. ბოლოს მაგითი დაამთავრე. ბოლოს მაგითი დაამთავრე. ბატარი აპარატური ჩაწერ მაგ ვიდეოს. ბოლოს მაგითი საოცარ სტუდიას მოაწყო ხო. ანუ რა იყო ეხლა ხე საიდან წავიდე ამავე დროს კიდე ერთი კითხვა რაც მაქვს შენ თავასო რომელი ტიპის ინვესტიცია არის შენთვის უფრო მისაღები ან როგორ მართავდი შენ მაგას შენ ცხოვრებაში ბიზნესებში შესვლა თუ აი როგორც ეხა თქვი რა აქციების კუთხით უფრო ორივე გაქვს შენ როგორც ბიზნესებში ხარ და ფასიან ქაღალდებშიც კარგი შეკითხვაა ძალიან მე ვფიქრობ რომ ბიზნესებში შესვლა ძალიან საინტერესოა მაგრამ ყველასთვის არა. ამ ყველაში შევდივარ მე. რა არის ყველასთვის არა რა არის. აი როცა თუ ამბობ ფაქტურად ვორენ ბაფეტზე რო თქვი ხო აქტივისტი ინვესტორი. რეალურად ეს ბიზნესში შესვლა. რაღაცებით ბიზნესში შესვლა. მაშინ იმდენად აქტიურად უნდა იყო ჩართული და იმდენად მზად უნდა იყო რომ თქვა ბიზნეს შეხედო როგორც კორპორატიულ სტრუქტურას რაც თქვენ განიხილეთ თქვა წინაპარკაცებს და არა საქმეს რომელსაც თქვა მეგობრებთან ერთად აკეთებ ან შეიძლება მეგობრებთან ერთად აკეთებ. თუ ეს ვერ შეძელი, ალბათ ჯობია რომ ფასიან ქაღალდებში წახვიდე. ამ ნაგების თვალსაზრისით ნახეთ, ხშირად ამბობენ რომ კი, მაგრამ იმის valuation-ი უფრო შეიძლება გაიზარდოს, გვავიწყდება რომ ფასიანი ქაღალდების ლიკვიდობა არის ერთდღიანი, ბიზნესის ლიკვიდობა არის, ხო, ძალიან ურთულესი, ხო? ანუ valuation-ს ასეთ შეარქვა და ფინანსურებს რო უყურებდა, ვაუ მე შევქმნე პირობითად რა ვიცი 5 მილიონიანი 10 მილიონიანი კომპანია სინამდვილეში მისი ფასი არის -35% ხო ლიკვიდობის გამო შეიძლება მეტიც რა შეიძლება ანუ მე მქონდა ხა მე და შენ ვიყავით იმ ბიზნესში ერთად რომელსაც გაჭირდა გამოსვლა ხო მიუხედავად იმისა რომ ჩვენ დავთვალეთ რომ ოქრო იყო მე ტიპი არა ვერ ვიპოვეთ ვერავინ ვინც იგივენაირად იმ მომენტში თქვა რომ ოქრო იყო ხო აი ჩემი თემა ნახე მე რო გავაკეთე რატო ვიკითხე ხე ეკითხვა რატო დავსვით რომ პირველ რიგში მაინტერესებს შენ რა ლოგიკით შედიოდი იმ ბიზნესებში რა ბიზნესებში შეხვედი რა და მე ვთქვათ რომ გადავალე ჩემი ტვინწყობა ესე იყო რომ მე ფასიან ქაღალდებში ფული რატო ჩავდო მოდი აგერ ბიზნესებში ჩავდე ფულსა და მაგითი გავაკეთებ რაღაცას და ზუსტად ეხა შენ რას თქვი იგივე იყო რომ კი მაგრამ ამ ცალიფეხით რო შეხვედი მაგ ბიზნესში ეგრე არ არის რა ანუ ამ ბიზნესებში მაშინ ხო ჩადები ანუ როგორ ვექსეოდი იცი ფასიანი ქაღალდებით ვექსეოდი მაგ ბიზნესს რა იქ მაშინ ვიჯექი რა ქვია სხვა კომპანიის კაბინეტში ვიჯექი და იქ მეგონა რომ ის აეწყობოდა და ეგრე არ არის რა მაშინ იქ უნდა მართო ანუ საბოლოო ჯამში ხო და საბოლოო ჯამში მაინც ფასიანი ქაღალდი ნახე იმ ბიზნესებში შესვლა რა ვიცი ბევრი რამის კომბინაციაა ერთი რომ ფასიან ქაღალდს მაინც არ უყურებ მე როგორც თქვა revenue streams უყურებ ანუ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვაკეთებთ იმას, რომ რაღაც ქეში დამჭირდა შეიძლება პორტფელში ამცირო, აპრიორი ესე არ მქონდა დასახული, რომ უნდა გაეშვა იმას. შესაძლოა რომ ერთი იყო რომ თქვა რაღაც გარკვეული revenue stream-ი, მეორე გარე ვალიდაციის თემას დაარქვი, თქვა ისეთ ბიზნესში შევედი, რომელიც არ შესულა თქვა პირობითად რას ვერჭი მაგას ახინგლებში, რომელსაც ყველაზე გაი revenue stream-ი. მე მგონი ყველაზე მაგარი ბიზნესია. მაგრამ იმიტომ რომ თქვა აი გარე ვალიდაციის თემას ალბათ იყო, ხო, თქვა ისეთ ბიზნესებია, რომელიც ვაუ, კარგია რა. თქვა ეგ ხო, cool ბიზნესები. ხო, ალბათ ეს თემაც იყო, მეტი რა იყო. ხო და რა თქმა უნდა იმის მოლოდინი რომ ფასი გაიზრდება. ძირითადად დაემთხვა ალბათ 1-2 გამონაკლისის გარდა, რომ ისეთი ვერა როგორც ფასიანებამ კაღალდებს გავაკეთებ, თუმცა ახლა ცუდი არაფერი. ხო და revenue stream-ი რა სწორია, revenue stream-ში მართლა. რაღაცა შემოსავალზე ხარ რა ბიზნესში, კი. ამ წიგნთან საერთოდ არანაირ კავშირი არ არის, მაგრამ ეხლა რო თქვით თქვენ, უცებ დავფიქრდი, რამდენად მნიშვნელოვანია
იმის ხაზგასმა რა არის ლიკვიდობა. ძალიან ხშირად მაგრად ტოვებს ადამიანი ჩემის თამადობით ლიკვიდობის ფაქტორს, ოღონდ ეხა მარტო ფასიან ქაღალდებზე არ მინდა ვილაპარაკო, ნებისმიერ აქტივს ეხება რა. განსაკუთრებით ბინებზე მეტიკლება. ოიცი, აი, და ეგ გამოცდილება უხვად მაქვს რა, არაერთი ბინა მეგონა რომ ვიჯექი ჭყალებში ოქროზე და აღმოჩნდა რომ ბოლოში რა ქვია იმას ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალფასიანი მეტალი რა შეიძლება იყოს ლატუნი ხო ლატუნის თურმე ლატუნზე ვზივა რა მეგონა ოქრო აღმოჩნდა ლატუნი კი და აი ეს ლიკვიდობა მე არ მგონია რომ ზოგადად გააზრებულია მასიურად ლიკვიდობის ღირებულება ლიკვიდობა არის რა სისწრაფით შეგიძლია კონკრეტული აქტივი გადააქციო ნაღდ ფულად ანუ ოღონდ საბაზროფაში ხო იმიტომ რომ ყველაფერი შეგიძლია ახლა თქვა ბინოს თუ მომცემენ $2 დღეს შევიყიდე ხო საბაზროფაში ანუ კიდე უფრო რო გავმარტოთ ანუ შენ თუ აფასებ შენ საკუთარ აქტივს $200,000 თუ ეგ აქტივი $200,000 ვერ გადააქციე უახლოეს 3 თვეში არა ლიკვიდური არ ღირს ეგ $200,000 შენ რო გონია ანუ გააჩენ 3 წელი თუ მოუნდი მაგ აქტივის $200,000 გადაქცევას ეგ $200,000 უბრალოდ 3 წელიწადში $200,000 ყიდულობის უნარი აღარ იქნება უბრალოდ მაგდეით. ეგ ერთი გაკვეთილი რომელიც ყარეთ მომხვდა მეც და მეორე გაკვეთილი არის რომ აქტივი თუ ფულს არ წერს, აქტივი არ არის. ხო, ეგ liability პასუხისგებლობა. ხო, აქტივი თუ ფულს არ წერს, აქტივი არ არის. ანუ შეიძლება ან utilities თუ არ გაძლევს, მაგალითად შენი პირადი სახლი თუ არის, შეიძლება ფულს არ წერდეს, მაგრამ utilities გაძლევს რომ არ ხარჯავ იმაში ქირაში, პირობითად ვამბობ რა. ხო, ანუ არ ხარჯავ ქირაში, ეგ არის რეალურად ის შემოსავალი რაც შენ აქტივს აქვს და თუ ეგრე შეაფასებ შესაკუთარ სახლს, შეიძლება აღმოაჩინო, რომ მაინც პასივი არის, იმიტომ რომ უფრო ცოტა საგენერირებს ზოგავ ვიდრე იმას შვები ხომე და თან უბედურება რა არის, ნახე, შენი საკუთარი სახლის ფასის ზრდა, რო გონია რომ ბენეფიტი არის, არ არის, იმიტომ რომ მაშინ უნდა გაყიდო ეგ ბენეფიტი რომ მიიღო. მაგას არაძოს არ ყიდი, შეიძლება ეგ ფასის და ბენეფიტი არ არის. მან საერთოდ მაგარი ორი კითხვა მაქვს და ორი თემა მაქვს რა. ეგ საერთოდ ზოგადად ძალიან ჩემთვის ძალიან რთული თემაა, იმიტომ რომ ორი ესე უხეშად რო დავყოთ, სამყარო იყოფა ორი ტიპის ადამიანად რა. ვინც თulis რომ უძრავ ქონებაში ინვესტირება არის მაგარი აზრი პატარა ისა უძრავ ქონებასა და საკუთარ სახს შორის ეგეც უნდა გაყო მე რომ მკითხო რა უძრავ ქონებაში ინვესტირება შეიძლება ძალიან მაგარი აზრი არის და არ ნიშნავს რომ შენ საკუთარ სახს რო ყიდულობ რომელშიც ცხოვრობ ეგ უძრავი ქონება და ბ ინვესტიცია არის ანუ ეგ უნდა განასხვაო რა და მეორე რაც მინდოდა მე თქვა ახსენე და მაგიტომ მინდა ვთქვა რა თავის დროზე შენგან გავიდე ეს ტერმინი utility function-ი. მაგის უყალავენ. ხო, და მინდა რომ აი მაგაზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ გუწფელად ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ აკადემიურ დონეზე ვისწავლე, მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT-ს ველაპარაკე მე, მიუხედავად იმისა, რომ დავგუგლე, ესე ინტუიტიურად ძალიან მიჭირს მაგ ფუნქციის გაგება რა. კი ბატონო. ძალიან მიყვარს, ახლაც ძალიან გატაცებული ვარ ამ თემით, ალბათ უფრო ჩავღმარდები სხვა მიმართულებიდან. ჩვენი საერთო მეგობრის ამაზის გამოისობით ჩაუჯექი იმას game theories. რომელშიც utility ფუნქციის არსი არის, უმთავრესი ან utility ფუნქციიდან გამოსვლა. ორი სიტყვით რო თქვა, ახლა თარგმანი ვერ სარგებლიანობა არის ალბათ. სარგებლის ფუნქცია. სარგებლის ფუნქცია. რა ანუ რაციონალური ადამიანი, რაციონალური ეკონომისტი, ჩვენი გაგებით, ხო, არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცდილობს ფულის მაქსიმიზაციას. ანუ აქედან გამოდის ყველა თეორია. სინამდვილეში ასე არაა. ხო, სინამდვილეში ყველა რაციონალური ადამიანის განმარტება არის ის, ვინც თავისი utility ფუნქციის, ანუ სარგებლიანობის მაქსიმიზაციას ცდილობს. არ არის აუცილებელი ეს იყოს ფული. ხო? აი, ვთქვათ, ახსენა გარევალიდაცია, ხო? იმ შემთხვევაში სარგებლიანობა გარევალიდაციის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ეს ზედმეტად დახარჯული ფული. ანუ დავარქმევთ ამას არარაციონალურ აქციებს. სავსებით არა. იგივე მაგალითი მომყავს, რომ ადრეს მომყავდა ჩემი სტუდენტებისთვის ამ utility ფუნქციაზე, ჩემი პირადი მაგალითი, რეალური ისტორია, მაშკა როცა გავიცანი, მაშინ ცხოვრობდი ნაქირავის სახლში. ხო? არა იმიტომ რომ არ მქონდა ფული. უბრალოდ არ მჭირდებოდა სახელი. იმიტომ რომ ჩემთვის გაცილებით მარტივი იყო. მეხადა ეს ქირა
და ეს ფული სადღაც სხვაგან ყოფილიყო. იმიტომ რომ იმდენად ცოტას ვიხდიდი კირაში რომ აი რატო უნდა აი არანაირი მიზეზი არ მქონდა, ანუ დეპოზიტი მაძლევდა მე შემოსავალს, ვიდრე კირაში ხარჯავდი, ხო? პირობითად. პირველი რაც მოხდა, მას შემდეგ რაც მე თან მასკარ შევხვდით, ვიყიდეთ სახლი, სრულიად ბედნიერება და რატო utility იცვლება. ანუ სახლის ფლობის utility გაცილებით მაღალი აღმოჩნდა დაქორწინებულ დამოჯახებულ მდგომარეობაში ვიდრე მდგომარეობაში ნუ პირობითად ის განსხვავებაც ახლა ისეთი უზარმაზარი კი არისო ვთქვათ რომ ქონდა ასმაგი შემოსავალი სახლის არ ფლობილი ასნე დავარწმუნებდი როგორ ანუ ის რაც foregone profit-ი ასე ვთქვათ იმ გადაწყვეტილებიდან რომ ვიცხოვრო კირაში სავსებით გადაჯოკრა მოდი ასე ვთქვათ იმ utility-მა რომ ჩვენი სახლია და იქ რა კედელზე შეგიძლია ოსმანი შეარჭო და რაღაც ჩამოკიდო და ასე შემდეგ, ხო? ახლა ეს ნუ ბანალური მარტივი მაგალითია, იმიტომ რომ უზაქონებას ვაუბრობ, ყველაფერში რეალურად კი utility შემოდის. ანუ არა აუცილებლად თუ ადამიანი რაღაც ფულს ხარჯავს და ვამბობთ, ეს არ რაციონალური ხარჯვაა. არა. შეიძლება სავსებით არა რაციონალური, იმიტომ რომ მისი utility, მისი სარგებლიანობა არ არის ფული, მისი სარგებლიანობა სხვა რამეა. სწორად გავიგებ სწორები მართალი ვიქნები ესე რომ თქვა რომ აი ამ წიგში მაგ ფუნქციას ეს კაცი განიხილავს თავში რაციონალობა, გონივრულობა, ეგ არის ხო? კი. ხო. დაახლოებით მაგას ხსნის მეც ეგ დაახლოებით ეგ არის ხო? ხო, იმიტომ რომ ნახე რაციონალი არისო ეს reasonable იყო ხო? ანუ მან რაღაცები ვიყავ მათ შორის ეხა მე რა გამახსენე რა შეიძლება ეგეთი იყოს რომ მათ შორის ინვესტიციებში რა აი შეიძლება ეხა მე პირადად მაგალითად ისტორიაზე დაფუძნებული ინვესტიცია ცოტა შეიძლება გონივრული უფრო იყოს ვიდრე რაციონალური რა უფრო ხო რაციონალური სავსებით არ არის გონივრული ალბათ არ არის არა ანუ აი რაღაც ადვილი ისა მისაღებია რა ხო რა გულის ხო პიცი აი არ ვიცი რა ვთქვა გონივრული ალბათ ადვილი გონივრულის კატეგორიაში გადის მაგალითად ხო ეგ არის ხო გონივრული ცოტა თარგმანია reasonable არის ხო სხვა თარგმანი იცით მე არ ვიცი მაგიტომ reasonable სხვანაირად არის გონივრული უკვე ჩემთვის ისა mindfulness არის რა ხო reasonable არის ანუ შევხედე მარტივი გადაწყვეტია ისტორია შევხედე ეგ არის გონივრული ლოგიკური სწორი თარგმანი ეგ არის კი თუ რაც არის არსებული თარგმანი ანუ მე ჩემი ინვესტიციები ხარ როგორ გამოიყურება რა მეტა ტესლა ამაზონი Nvidia ყველა არის ჩემი უთხით მარტივი გადაწყვეტილებები მივიღე რა ანუ რაღაცნაირი იმდენად ძლიერი კომპანიებია რომ ალბათობა რომ რომელიმე მაგადგას გძელვადაში ისე უცებ დაერხეს რომ ვაიმე დედა რა უყო ამ ჩემ ხო ანუ ჩემთვის კომფორტულია რა შეიძლება გავმაზო ისტორიაზე დაფუძნებული არა ეს რეალურად ფუნდამენტალურს დაფუძნებული ის არის ხო გადაწყვეტო ისტორიაზე დაფუძნებულს მიიღებდი ესე კოდაკში რო ჩაგედო ხო ეხლა რო კოდაკში ჩაგედო აი ლეგენდარული ინვესტორი იქნებოდი ეგრე მათ შორის აი ხარ ვაიღო მაგალითად აი რომ დამიდო ცხვირწი ინვესტიციები რომელ ინდუსტრიაში შეხვალ სიტყვაზე ვიზახე საჩალო ვაჭრობაში და მე საჩალო ვაჭრობა რო კიდე ჩამიშალო და ერთი იყოს რავი მაგალითად სახლის რემონტისთვის საჭირო ინვენტარი თუ ტანსაცმელი რა სახლის რემონტი რა შუაშია და ეგ იყო იმას შეიძლება უკუგება მეტი კონდეს რა ან მოთხოვნა მეტი იყოს ან სტაბილურობა მეტი ან სიმარტივე კეთების მეტი იყოს მაგრამ ჩემი კუთხით utility ისაა რომ იქ რა მინდა ანუ აქ მირჩევნია ვიყო მათ შორის შეიძლება გალივალიდაცია იყოს მაგრამ ჩემი პირადი სიამოვნებაც კაცო მაგას ვიძახი თუნდაც ხო ჩემი პირადი სიამოვნება ხო გალივალიდაციაც გარკვეულად სიამოვნებამდე დადის ხო ხა იმას თუ უხარია მე შერმა დარდებს პირობითად ხო მე ვღებულობ ამას კარგად ანუ მე სიამოვნებ ინვენტარიზაციას რო ჩავატარებ საკუთარ კომპანიაში გაჯის დათვლას მირჩევნია მაიკები დავთვალოთ აი გამბავია შენ კოლექციის შეჭერა პერეს სახით ატოკების ანომრილი ფერები აი შვენიერი ბიზნესია რას ვეცით არ ვიცი არა და მაგარი ბიზნესია ვაფშე არ მეც არ ვეჭი უბრალოდ გადასარევი ბიზნესია თუმცა გეთახმები რომ მეც ნაკლებად მაინტერესებს ისე როგორც უამრავი ბიზნესი ამ სამყაროში ხო utility-ა ესეც utility ალბათ მანდაც უნდა ეძებო ხო ესე გამოდის რომ უბრალოდ რიტეილი მინდა რიტეილში შეცვლიდე კი არა გადაწყვიტო რომ შო რიტეილი ჩემია მომწონს სიამოვნებს ამაზე თუნდაც ნიუზის კითხვა ხო მაგრამ მოდი შევარჩევ კარგს ამაში ხო ანუ ყველა სექტორში არის კარგი ეხა მაინტერესებს და რა იცი ამ იგივე იმას გონივრულ და რაციონალურ ინვესტიციებში ისტორიაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები როდესაც არის რა როდესაც ისტორიას უყურებ რა როგორი პერფორმანსი ქონდა ასე ვთქვათ ან როგორ მივიდა და მაგაზე დაფუძნებით რომ
მომავალის ექსტრაპოლაციას აკეთებ და შემდეგ აკეთებ ინვესტიციას. რაღაც უდოს ვეძახ. ხო და ამციკში უდოა ხო. ამციკში არის ეს ფრაზა და მაგაკეთად შემეხვია. ისაც ადრე არასდროს მომხდარა მუდმივად ხდება. აი ლოგიკა ეგ არის რომ უნდა მოხდეს ხო? ხო, ნუ Black Swan-ის ხო ეგაა მაგალითად. უნდა მოხდეს, შანსი არის. ამავე დროს თქო, ამავე დროს ჩვეულებრივი ამბავია დღემდე 2026 წლის ბიუჯეტის დაგეგმა 2025-4-ის და 3-ის პერფორმანსზე დაყო. მე მგონი გულოთ ადვილია რა. ხო, ადვილია თორემ როდის ან ნახე ბიუჯეტის დაგეგმა ხო რა ვიცი კავშირშია ბიუჯეტი შენ რასაც გინდა იმას დახარჯავ ხო პრინციპში მაგრამ გეყოფა ეს საკითხი. საპროგნოზო ფინანსურების დაგეგმას ვიძახ ბიუჯეტში რო თულის სიტყვა იყო. ხო, ნუ იმიტომ რომ გარკვეულწილად ხო იცი პრინციპში რა ის ჩანელები გაქვს ხო? რიტეილი აიღე რა. ან კონტექსტი იცი რა. 5 მაღაზიით ვერ გაყიდი, პირობითად იმდეს ამდენს 20 მაღაზია ჭირდება, ხო? თუ არ გახსენის მაღაზია, მეც ვერ გაყიდი. იცი რაღაც ზღვარი. ანუ დაგეგმვადი არის ალბათ ასეთ brick and mortar ბიზნესში. რაც შეეხება თქვა Nvidia-ს და მსგავსებს, პირდაპირ არის ხო კონტრაქტები წინასწარ ხო. ბეკლოგი აქვს და დათვლადია. მერე თუ გაარტყეს რაღაცას, მაშინ არის ეს ცვლილება და თუნდაც რო შეხედოთ თქვა forecast-სა და რეალურ შორის სტომილებები, ცვლილებები ზევით ამ ქვევით არის მინისკულარ ხო, ძალიან პატარებია და მაგაზე რეაგირებენ. რატომ? იმიტომ რომ პატარა რაღაც სიახლე კარგი, ან პატარა რაღაც სიახლე ცუდი. თორე რეალობაში ახლა როცა ტრილის ამდენია 3 ტრილიონიანი ბიზნესია რა თქმა უნდა გეგვადია ყველაფერი ხო ასე თუ ისე. ბუჩეტი იმეჯერ ვახსენეთ Nvidia რომ უნდა ვიკითხო რა. რას ფიქრობ Nvidia-ს და სომხეთში ქარხნის აშენებაზე? არ ვიცი ჯერ რა არის, მართალი გითხრათ, თავიდან მქონდა ეს denial-ი მქონდა რაღაც ისე ფეიქნიუსი მე აპოსტა რომ მართალია. მე მეორე იყო წენა, რატო ჩვენა. ხო, მეორე არის და ასე რომ ჯერ კიდევ იმის ასე თქვა გრიფ როგორ აქვს ქართულად იმის რა ქვია. გლოვის პერიოდში ჯერ არ სამეკითხია. აი, მართალი ეგრე გული დამწყვეტი არის, მაგარი გენიალური არა გული დამწყვეტა მაგრამ. მე მოვისმინე რომ ერთ-ერთი დიდი მიზეზი, ანუ ლოგიკური რატომაც იყო რომ მაინც სომხეთში იქნებოდა ეგ და ჩვენთან არა სურო სხვანაირად ყოფილიყო სიტუაცია იყო ის რომ იქ რაღაცა გეოგრაფიულად მთები გაგრილების სისტემა უფრო იაფი უჯდებათ მაგრამ ჩვენ რატო არ გვიჯდება ეგ არ ვიცი ჩვენ არ გვიჯდებოდეს არა წავიკითხავ და მე ცალკე იმას ვიზამ ჯერ ვერ მივხვდი რა არის იმიტომ რომ სათაური იყო Nvidia-ს ხელოვნური ინტელექტის რაღაცაო ხო ხელოვნური ინტელექტის რაღაცა რას ნიშნავს? აი თქვა ამ მიკროჩიპების ეგ წარმოება თქვა ჩიპების რაღაც კომპონენტის წარმოება გავიგებდა რა ხელოვნური ინტელექტის რაღაც ცოტა მაინც მეტყუხება შეიძლება რაღაც თქვა ლაბორატორიასავითაა რაღაც მიკროჩიპების R&D და რაღაცა კეთდება არ ვიცი. იმიტომ რომ მიკროჩიპების წარმოება იმისავით არის ატომური ბომბის წარმოებივით გახდა ეხა რა ანუ ტაივანი მის ქვეშ არის რა ქვია ფაქტიურად ერთმანეთს არ ესვრიან მაგრამ ჩინეთი და ამერიკა მაგაზი აქვს ნაჭხუბარი ანუ მთელი ანუ ესე უბრალოდ აიღო და მიკროჩიპების წარმოება დაიწყო რომელიღაცა ქვეყანაში ნიშნავს რომ იქ ან ამერიკის ან ჩინეთის ჯარით არ უნდა შემოვიდეს იმიტომ რომ არავინ არ ხო და თან გიშვებს სტრატეგიული რაოდენობის და მნიშვნელობის მიკროჩიპებს კარგი მომენტი აღნიშნე სუფთა ეკონომიკური მომენტიც Nvidia-ს ახლა ძალიან დაძდევენ ისე როგორც ყველა წარმოებას რომ ყოველობს ამ ლუფჰოლებს რომ ჩინეთში შეიტანოს თავის ჩიპები რომელიც აკრძალულია ხო და ახლა წარმოიდგინეთ სომხეთში გააკეთოს ჩიპების წარმოება და ვთქვათ ამერიკამ ის სრულად არ გააკონტროლოს შანსი არაა ხო იმიტომ რომ გადაიტანს აქედან პირდაპირ ხო ჩინეთში ხო და არ ამგონია რომ ჩიპების თემა იყოს ამიტომ და არ ამგონია რამე ჰარდვერი იყოს უფრო რაღაც უფრო ლაბორატორიასავით იქნება ალბათ R&D-სა მაგრამ თვითონ ფაქტი გენიალურია დატა ცენტრი რო იყოს თქვათ და გაგრილება შესაძლოა მან შეიძლება შემოდიოდეს კი მაგრამ დატა ცენტრი ისთვის რომ აქ მოხდეს რაღაც ისა რა ქვია სერვერების ლოკაცია ძალიან რისკიანი ადგილია მაგისთვის შეიძლება არ ვიცი მარტო გეოპოლიტიკურად კი არა სუფთა გეოდეზიურად ხო სეისმური არის ხო სეისმური არის გამახსენდა სეისმური არის ხო არ ვიცი წავიკითხავ მაგრამ ნახავ
და ჯერჯერობით როგორც сказать გლოუ და არ ვკითხულობ შეგრებულად. უფასო არაფერიაო იძახის მორგან ჰაუზელი. ალბათ ყველა ვეთახმებით მაგას, თუმცა მაინც შეგიკითხებიეთ ახმები თუ არა მაგას და განვაგრძელებ მაგკითხვას იმითი რომ საუბრობდა მორგან ჰაუზელი რომ ვოლატილობა ფინანსურ ბაზრებზე არის ერთგვარი ფასი ინვესტიციის და იქ რო ცოტა უფრო მეტად გამაგებინო, იმიტომ რომ თან გავიგე, მაგრამ თან ისე გავიგე რა უფრო მეტად ჭკვიანი კაცია და ალბათ სწორს იძახის პრინციპით და რატო არის ვოლატილობა? არ დავეთახმედი და იმიტომ რომ მახსოვს რომ რაღაც ლოგიკა რაღაცა წოვე ლოგიკა არ მომწონს, იმიტომ რომ მე სხვანაირად უყურებ ალბათ ვოლატილობა რატო არის ფას რისკია ხო? ანუ შედიხარ ხო და price რა ქვია risk premium პირდაპირ ქვია ხო? market risk premium. Market-ის risk premium-ი არის ის რომ პირობითად თუ შედიხარ ობლიგაციებში საშუალოდ ახლა კი აკეთებ ბევრს, მაგრამ საშუალოდ აკეთებ 2.5-3%, თუ შედიხარ აქციებში საშუალოდ აკეთებ 8%, სწორედ 8%, ხო, თავის 8%. 8% სწორედ იმიტომ რომ აქციები უფრო რისკიანია ვიდრე ობლიგაციები. ხო, უფრო ვოლატილობა. რას უფრო რისკიანია? მაგალითად თუ შედიხარ private equity-ში, არ უნდა კონდეს მოლოდინი, თუ თქვა expectation-ი გაქვს 40%-ზე ნაკლები, დიდი ალბათობით ვერაფერს ვერ გააკეთებ. ხო, იმიტომ რომ მან ისა default რისკი, საკრედიტო რისკია მაგალითად. თუ შედიხარ, რა ვიცი, უძრავ ქონებაში, მანდა რაღაც თავისი ისინი იქნება. ხო, რას უფრო რისკიანი არის, მით უფრო მაღალ ცვალებადობას უნდა ელოდებ ფასის. ალბათ მაგას ამოსვა. ფასია ეს თუ რეალობა ეგ არ ვიცი. ერთადერთი რაც შემეძლია ვოლატილობაზე დავაყოლო, რომ არაცრფივია ვოლატილობა, რაც ნიშნავს იმას, რომ რაც უფრო მეტი ხანი გიჭირავს აქციები, მით უფრო დაბალი შანსი არის რომ დაკარგო. ხო? აჰა, მათემატიკური ფორმულაა, ეს საინტერესო. ნახეთ, თქვათ ვოლატილობა 15%, ხო? ხო. ერთწლიანი ვოლატილობა. ეს რას ნიშნავს? რომ 68% ალბათობით მე ვიცი რომ 15%-ზე მეტს არ დავკარგავ. 68%. მაგრამ მე თუ მინდა 85%. 68% სამი პიდან მოდის, ერთი პი, ორი პი, ერთი სიგმა არის. ერთი სიგმა, ერთი პი, ხო, ერთი სიგმა არის. ორი სიგმა არის, დაახლოებით 92% ალბათობა, რომელიც მისაღებია სამი სიგმა უკვე გაფრენა ეს მარტო ტრეიდერები იყენებენ. ორი სიგმა არის, ესე იგი დარწმუნებული ვარ 95%-ით რომ მოცემულ წელს თუ ჩავდები თქვა აქციებში, ფართო აქციებში ერჩია რა, 30%-ზე მეც არ დავკარგავ. ხო. ოკეი? მაგრამ 30% ბევრია, ხო? ახლა ნახეთ, 2 წელი რო ავიღო. 2 წელი ვოლატილობა ითვლება არა 15 გამრავლებული 2-ზე, არა 15 გამრავლებული ფესვი 2-დან. ფესვი 2-დან, ხო. 10 წელი, ან 9 ვიღოთ სიმარტივისთვის, 9-ზე კი არ ვლავდება. ფესვი 9-დან, ანუ 3-ზე. ანუ თუ 1 წელიწადში დანაკარგის რისკი იყო 30, 9 წელიწადში არ არის 9x30 დანაკარგის რისკი, ხო? არის ამავე 3-ზე, არის 90%, რომელიც ამონაგებმა უნდა გადაფაროს. ეგეც შენი გრძელვადიანი თამაშის მათემატიკური გრძელვადიანი თამაში რა. ანუ ის არის ფივი, ანუ თუ 1 წელიწადს იღებ 15%-ზე, ესე იგი 2 წელიწადს იღებ 28% პლუსით, თავის კომპაუნდინგ ეფექტით, ხო? და ეს არის გამრავლებული ფესვი წელზე. ანუ ესე კომპაუნდინგ ეფექტი გრძელვადაში უკუგებას გიზდის და რისკი და გრძელვადა გიმცირებ. აჰა. ეგეც შენი ვორენ ბაფეტი. ეგ პირო, ანუ ეგ არ მქონდა, არ მქონდა ეგ წარმოუდგენ არ მქონდა ეხლა რა ლაპარაკა, ეხლა პროსტ დაუჯერე. ბოლომდე მაინც ვერ გაიგე, რომ დაუჯერე თავს. ძალიან მარტივია ესე გასწრება. რისკი გასწრება ფესვი პერიოდიდან და ის გეზრდება გამრავლებული პერიოდზე პლუს კომპაუნდინგ ეფექტი. ანუ იდეა ისაა, მე როგორც ვთქვი, ესეთი ძირითადი იდეა ისაა, რომ იმ ტემპით არიზდება რისკი, რა ტემპითაც იზრდება უკუგება. ესე უხეშად რო თქვა ეგ არ არის. აი, ვოლატილობას მე რა მინდოდა მეთქვა რა, რომ ვოლატილობას რო გქონდა თავისი საინვესტიციო ინსტრუმენტი VIX-ის სახით, ეგ საერთოდ არ ვიცოდი რა. VIX-ი არის ეგეთი, რომელიც ზომავს ვოლატილობას და ხალხი ამ VIX-ის ხარჯზე კი არ დებენ ფულს სადღაც. ეგ ცალკე თემა, კი ბატონო შვებია. პლუს ამ VIX-ზე დებენ ფულს და VIX-ში ეგ რო გავიგე, ვასოსგან გავიგე და მაგიტო უყვებია. ეგ რო გავიგე, ეგ კაი ხანი თვითონ იდეას ვერ ვიგებ. იმას ეწინააღმდეგება ხო? ყველაფერს ეწინააღმდეგება. გავაკეთოთ რისკზე, არის წარმოუდგენელი რაღაც. ჰეჯირების ინსტრუმენტია ხო ძირითადად. იცი რა მაინტერესებს კიდევასო? ეს რო იწყებოდა, საუბრობდა, არავინ გიჟი არ არის თავი რო არის რა და მან ძირითადი შინაარსი იყო მაგ თავის ის რომ ყველა ადამიანს აქ მიდგომა ფულთან და ინვესტიციასთან ან საინვესტიციო ინსტრუმენტებთან ისეთი მსგავსი იმისა თუ როგორ კონტექსტშიც გაიზარდა რა. და რაღაც მოყვანილი იყო რომ იქ რაღაცა 90-იანი წლების ახალგაზრდებს ინფლაცია საერთოდ რისკი არ იცოდნენ ეგ რა იყო და რაღაც ეგეთი და
მე ჩემ თავზე ვფიქრობდი და მე ვერ გავიგე რა კონტექსტმა მომიტანა იქამდე რომ 40 წლის ასაკში ძლივს დავიწყე აქციებში გულეჭადება და შენი კონტექსტს რა დააკავშირე? ვიყავით სამწუხაროდ კონტექსტს ამოგლეჭა. ვაფშე ჩემმა კონტექსტმა რა გვითხრა? რა კერიტო ჩვენ რეალურად გავიზარდეთ, ნუ მაინც ხო პოსტ საბჭოთა კავშირი და პოსტ საბჭოთა კავშირის რაღაც საერთაშორისო ბაზრებს თუ საერთაშორისო რეალობას აბსოლუტურად მოგლეჯილი რაღაც ელემენტები ვიყავით, ხო რა ინვესტირებაზე იყო ლაპარაკი, რა ინფლაცია 2008 წელს გაიგეს მე მგონი პირველი მაგ პერიოდში დაიწყო ალბათ, ხო რაღაც საერთაშორისო თემების ყურება 2008-2009-მდე მანამდე რა ხდებოდა 2023-ში რომ ჩავედი პირველად ლონდონში და რომ ჩავეჯექე ფინანსური აი სხვაგან ვიყავი პირველი უკვე ჩვეულები ოპციონები ჩვეულები ნავაჭრე ჰქონდათ და მე ვიჯექი როგორ იცი როდის ჩახოდი პირველად 2003 არა პირველად ჩასვლას არ ვიძახე აი სწავლა რო დავიწყე ხო დავიწყე 2003 2003-ში წავედი შენ BS-ში კი და 2003-ში მივხვდი რომ აბსოლუტურად მოგლეჯილი ვარ ყველანაირ რეალობას და დრო-დროზე ჩავჯექი ახლა ხო შეიძლება ამან გამოიწვია მაგან შემოგებრუნა შენ ალბათ თქო მაგან გამოიწვია რომ გამოვიყენე ის რაც ვიცოდი მათემატიკა და გადავერთე უფრო თქვა კვანტიტატივზე ვიდრე ემაზე ხო და ჩვენ ხო შესაბამისად ჩვენ კონტექსტი არ ქონია ალბათ შენ ბაკალავრიატი გააკეთე ლონდონში თუ მაგისტრატურა რამდენი წელი სწავლე წახვედი მე ვიყავი 30 უკვე არა ახლა მე მაინც არ შემომაბრუნა მაგრამ საბოლოო ჯამში ესე იგი მე რო ვიზდებოდი ანუ აი 20-25 წლის ასაკში ბანკშიც რო დავიწყე მუშაობა მაშინ ერთადერთი ფასიანი ქაღალდი რაც იყო საქართველოს ბანკის აქცია იყო რა და რაღაცა ბონუსის ნახევარს რომ მიხდიდეთ მეც მეგონა რომ ფასიან ქაღალდებში ფული მქონდა ჩადებული დიდად არც გამიხედია სხვაგან და ესპანეთმა წამოიღო ის რომ ბიზნესებში დამაწყებინა ფული ჩადა. ანუ მე ესპანეთთან რომ ჩამოვედი, მე დავიწყე ხანატელიერო რო გავაკეთე იმასთან. მე კლუბი რო გავაკეთე და სამი თვე $30,000 გამოვიდა რო გავერთე და უძვირესი ინვესტიცია. ყველაზე მაგარი. ყველაზე ძვირიანი კლუბი გამოგივიდა. ყველაზე ძვირიანი კლუბი გამოვიდა. სამი თვე დავხარჯე $30,000. კლუბში წასვლა გამოვიდა ყველაზე ძვირიანი ეს მაგათ ეძახ. სიგიჟე რა მინდოდა რა თუ როგორ მოვხდი მან. ყველაზე ძვირიანი პარტები ქონდა ლევან. ზეთო პარტი ვждეო. $10,000. ეხლა რა ის მომივიდა რა ქვია ეხლა ჯეფ ბეზოსმა რო ვენეციაში დახურა ვენეცია დახურა ეხლა რა გავახსენე იცი 2008-ში რო ჩამოვიდა ვასო რა ჩამოვიდა თემით სტრუქტურული პროდუქტები რა აი მაგრამ მახსოვს რო პრეზენტაცია რო გააკეთა საერთოდ რაზე იყო საუბარი საერთოდ სიტყვათა წყობა სტრუქტურული პროდუქტები ინტუიტიურად ხო ვერ გაიგებ რაზე ხო ეს ზნეა აი ვერ მიხვდები ახლა რაზე ლაპარაკებ და რო გააკეთა მახსოვს რომ მე პირადად ახლა სხვების აზრი არ ვიცი უბრალოდ სხვების ნახე როგორ რეაქცია ჰქონდათ მაგრამ მე გადავირიე რომ მე ესეთი რაღაცები როგორ კეთდება საერთოდ წარმოუდგენელია და ხშირად სამთვიში გავაკეთეთ არა ხო და მე ესო გავაკეთეთ რა და ამაში უკვე მონაწილეობა რაღაც დონეზე მაინც ხო მივიღე, ანუ და პლუს ამიხსნა როგორ კეთდება და მე მოხდა ისე რომ აკადემიურად მომიწია მაგის სწავლა, ანუ აკადემიურში გულისხმობ რომ სწავლის დროს მომიწია მაგის სწავლა. ხო. და დღემდე მიმაჩნია რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი სახალისო რაღაცაა, რაც კი მისწავლია და მიკეთებია ფინანსებში. დღემდე ვფიქრობ და დღემდე უყურებ ხოლმე ესე ჩვეულებრივი რომელი პროდუქტებია რეგენ რა მაყურებელ მსმენელმა რო პროტექტით და ასე შემდეგ ანუ მაგალითად ვერც მაგალითად რომ მოვიყავთ გავუშვით ნავთობი გავუშვით მაგალითად ვიყიდეთ ოპციონები ნავთობის ფაზზე ხო პირობითაც რომ ოპციონი კოლ ოპციონი რომელიც თქვა არაფერს არ გიხდის თუ არ გაიზარდა და თუ გაიზარდა ჩვენ კლებაზე ქონდა ფუძე ქონდა იმიტომ რუსეთს ვებრძოდით და თუ ის არ გაიზრდება და მე ამას ამაგრებ ჩვეულებრივი დეპოზიტით. ანუ დეპოზიტზე თუ იხდიდი, მაშინ მაღალი პროცენტი იყო 10%, ეუბნები რომ შენ დაგიბრუნებ შენს კაპიტალს მინიმუმ ჩადებულს, 10%-ს რაც უნდა გადაიხადე, დადებდი ოპციონებში და მით აფსაიწყე დოლარი. გავიქი. აი ისეთი საყვარლობა, ისეთი კარგი რაღაცაა თან ეხა მაშინაც კარგი იყო, იმიტომ დეპოზიტზე მაღალი პროცენტი იყო და ვოლატილობა, თუმცა ვოლატილობაც მაღალი იყო მაშინ. კი, იყო, მაგრამ ნუ კარგი იყო და მე რაღაც მომენტში ეხა ბოლო პერიოდში, ეხა არ უცხო შორის როგორ არის ბოლო პერიოდში რომ ამერიკის სახაზინო ფასიან ქაღალდებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა
რა ქვია ილს ქართულად რა ქვია ილს შემოსავლიანობა შემოსავლიანობას ეძახიან შემოსავლიანობა ილდი ეგრე ქვია პირველი აზრი რაც მომივიდა რა მაგარი სტრუქტურის გაკეთებაში ეგრევე გაზრი მომივიდა 4 ნახევარზე იყო ასული ამერიკის სახელმწიფო 4 ნახევარზეა ეხლა პროცესს გადაგიხდის ოიღიდო ხო მეცაც გეტყვი არ ვიცი ხა ამის მოყოლა არასწორია ალბათ ხო და მე კიდე ჩვენი ბანკები გავნებენ 2%-ს მოგცემ დეპოზიტზე არ გინდა იასდე არ გინდა ხო არა რატო უნდა მინდოდეს იგი 4 ნახევარი იქ რო არის არც ვიცოდი მე ანუ ბაგაჟში ფული გვაქვს ჩანადები რა ვიხეირეთ მაგითი რა მრავალი ეხა დოლარში 4.9%. რას ვეუბნები საოცარია სასაულია ხო და მოკლედ საოცარი პროდუქტები ეგ და ძალიან მიყვარს და კარგი ნიშანიც მივიღე სიამოვნებაც მივიღე პლუს კიდე რა აი სარგებლია ხო კონტექსტს გააჩნია ალბათ კონტექსტი და გამომდინარე რაღაცას ვაკეთებთ ხო კი აუცილებლად არ მიფიქრია მაგაზე და ალბათ არც ვიფიქრებ ხო ახლა ისეთ თემა არასდროს არ მიფიქრი ამ კაცმა დამაფიქრა რა თქვა ალბათ რაღაცა ჩვენც იმოქმედა უბრალოდ იმან არა თქო რა მაგაზე ვთქვი რომ კონტექსტი ის ვერ იმოქმედებდა იმიტომ ჩვენს რატო ვიძახი ახლა ჩემთვის იყო აი რა საოცარი ისტორიაა ჩემი საინვესტიციო რა თეორიაში გავიზარდე ისეთ დროს წესით ხო ანუ აი 2000-იანები რო იწყებოდა მაშინ იყო რომ პირველი ხელფასი ჩამერიცხა 2004 წელს რა ანუ შესაბამისად მაგ პერიოდში გაჩნდა თეორიაში რაღაცა რაც შემეძლო რომ გადამედო მაგ პერიოდში ყველაზე კარგად რაც იმუშავა ამ ქვეყანაში იყო საქართველოს ბანკის აქციებმა და უძრავმა ქონებამ ხო ძალაუნებად ალბათ დაგჭა ეს უძრავი ქონება ხო და არც ერთი არ გავაკეთე რა და სახლში რო ანუ აქ რო ფიქრობ ოკეი სახლში სახლშიც არ იყო არც უძრავი ქონება და არც აქცია ხა მამაჩემს საიდანაც უნდა საერთოდ აქციამდე ეჩემს და საბოლოო ჯამში ერთ-ერთი რაც დავაკავშირე მე ჩემი ეს ბიზნესებისკენ მისწრაფება მაგრამ თან არა ანტრეპრენერული რა ანუ სამსახური გაგდა თან ბიზნეს მაინც უფრო ეგ კონტექსტი იყო რომ ანუ არც უძრავი ქონება არ გროვდებოდა სახლში და არც აქციები არ იყო მაგრამ რაღაცები უკაცრავად საქმოსნობა და ეს რაღაცების კეთება თეორიაში ხა მაინც ცდილობდა მამას თუ რაღაცას და სულ მაგას ფიქრობდი აი რანაირად წამოვიდა თქო კონტექსტი ალბათ კი არა აუცილებლად იმუშავებს ხო ელემენტარულად ჩემი დამესაუბრება ხომ რაღაცა განათლების სისტემებზე ხო მამაშია და ბავშვის ჩამოყალიბების აღზრდის რასაც ქვია დათვლილია 70% მოდის ოჯახიდან ანუ შენ ატარი რა ვიცი აქ თქვენ მეზობლებში ევროპის სკოლაში გინდა ისა სახლში თუ არ არის ის გარემო და ის კონტექსტი მოდი ასე ვთქვათ რომ მიიღოს აღიზარდეს სათანადოდ ანუ სკოლა მაქსიმუმ 30%-ს მისცემს რა 70%-ია ოჯახი 70% ყოფილა ოჯახი იცი რა ეს შესაბამისად კონტექსტი ანუ სახლში რა ხდება და სახლში რა საუბრობ და რა მიმართულებებია და რა ფასეულობებია ალბათ მთელი ცხოვრება მოქმედებს ჩვენზე მარტო საინვესტო გადაწყვეტილებებში არა მოდი მე გამოვალ აქ როგორც დასტური მაგისი მე არ ვიცოდი ეგ ამბავი შეროყვებოდი ჩემი კონტექსტი ეხლა რასაც ყვებოდი ამ წუთას ჩემი კონტექსტი აი ხო ერთ ოჯახში გავიზარდებ რა რამოდენიმე წელი სხვაობით ხო ჩემი კონტექსტი იყო და დღემდე არის და ეგ ჩემ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიხატება მე მესმის სამსახური ხო მე არ მესმის ბიზნესი რამდენიც არ უნდა აქ რამდენიც არ უნდა ჭყალებში იპროფესორო მე მესმის სამსახური მე არ მესმის ბიზნესი რა და შენგან განსხვავებით შენ მაინც რაღაცეები ქენი და შვები მე აი როგორ გითხრა ყველაზე მეტად ვარიდე თავი ყველა ფორმით მაგის კეთებას აი შეიძლება ბევრი ადამიანისთვის საუბარში მეთქვას სახინკლე რო ახსენე გულწრფელად რო გითხრა ერთი 30 წლის წინ ვამტკიცებდი რომ ყველაზე მაგარი ბიზნესი არის სახინკლე ხო მაგას მომბობდი მაგეთი 30 წლის წინ ნუ კაი 30 თუ არა 25 წლის წინ მაინც რა და ჩემ მეგობრებს კონკრეტულ მეგობრებს რომლებაც სახინკლის მაგივრად სხვა ძალიან კარგი რამე გააკეთეს სანამ გააკეთებდნენ სერიოზულად რომ საუბრობდით თუ ამბობდი რომ სახინკლე არ ჯობია მაგას მაგრამ მე თვითონ სულვილი რომ გამეკეთებინა ნუ შეიძლება ითქვას რომ არასოდეს არ გამჩენია რა არაფერი კონტექსტისა მე ხა ერთი იგი ოჯახში გავიზარდე იგივე მაგ ოღონდ განსხვავებულად რა იყო მე რომ ჩემი პირველი სამსახური იყო ჩვენი ოჯახის ბიზნესი კი შესაძლოა და არა მე დავიწყე ბიზნესი ვაკეთოთ მე დავიწყე მაგით რომ ბიზნესი ვაკეთო და აკოსის ბიზნეს სკოლაში ბიზნესი ვაკეთო ანუ ბიზნესმენობა მინდოდა მე მაგრამ რა მოხდა ჩემი კონტექსტი რა მოხდა მაქსტოპი რომ დამთავრდა კრახით ჩემი გადაწყვეტილება იყო რომ ეს არის სახიფათო და არაკეთო არ გადამიწყვეტია სახიფათოა მაგრამ შენ ჯობია რომ კარიერას მიხედო სამსახურებრივად
და ის კონდეს მაინც გახედილი. ანუ ნახე ხა შეიკრება მაინც ის გაინტერესებდა ხო? ის მაინტერესებდა და ამიტომ ცალი ფეხი მქონდა ხოლმე ესე გაყოფილი რა რაღაცნაირად იქით ყოფთი. ეს სამსახური იმიტომ ის შემეშინდა. იქ რაც მოხდა მაგის საშინლად შემეშინდა და ამიტომ მაშინ დაჟე რა გადავწყვიტე ნახე გივის სამსახური აქვს. მაშინ მინ გადაგვარჩინა, მაშინ გივიმ გადაგვარჩინა, გაიგე? ამიტომ მეც უნდა რაც უნდა დავიშავა. მაშინ გივიმ გადაგვარჩინა კორპორატიულ სამყაროში იყო, აიმე ბანკი და ეგრევე შევარდი საქართველოს ბანკში რა და ეს ბანკირები რომ დაგინახეთ, ეგ იყო всё, მე ეგ მინდა. და ეს იყო რომ მე აი ესენი უნდა გავხვდე და მე ამ შუა პროცესში ამოვაჩერე რომ არ მომწონს ეს ბანკირობა საერთოდ. ანუ წმინდა კონტექსტის ამბავი იყო, შემოსავალი ყოფილი. კი. შუა პოდკასტში ეს კარგი. ეგ არაფერი, კაცო. ნახე, რა საინტერესოდ დავაკავშირეთ მე კონტექსტს. ხო და კონტექსტზე მინდა სხვა შორის სრულიად უცნობურად გადავიდე კონტექსტში. ეხლა რაც დავფიქრდი, იცი, აი, როდესაც საერთო საქმეს ვაკეთებდით მე და შენ რა. საერთო საქმე იყო ისევ ის აქტივების და დაგროვილი კოლეგის მართვა. ხო, ეგ იყო. ბოდიში კი არ დავაზუსტე რა. აი ეს ხალხი, ვინც ჩვენ ფულს გვანდობდა სამართავად რა. ხო. ეგ ხალხი ეხა აი თუნდაც ამ წიგნის თავი გავანებოდა შეგვიძლია, მაგრამ ნუ ამ წიგნის გადასახედიდან Rich and Wealthy-ის გადასახედიდან ქართულად როგორც არ ვთქვი, დიდარი და დოვლათიანი. აი ხო გავიჭედეთ მაგას და ხო და აი როგორ დიდარი და ძალიან დიდარი, აი რა ვთქვა. აი მაგ კონტექსტში, მაგ გადასახედიდან რა ხალხთან მქონდა ჩვენ ურთიერთობა, როგორ ვფიქრობ? ძალიან საინტერესოა. ჩვენ ძირითადად ახლა ჩვენი მიმართულება კი ვთქვათ კლიანი განყოფილების თუ რაც ქვია იმ დეპარტამენტის მიმართულება ყველა იყო, მაგრამ ჩვენ მაინც უცხოელ ინვესტორებს ხო, აი მაგ სეგმენტზე საუბრობ, ხო. ძირითადად ისინი ილდებს უყურებდნენ, მაშინ ნახე ისო კონტექსტია რა. რომელი წლებია ხო ჩვენ საუბრობთ 2009-2013. როდესაც ილდები იყო უკიდურესად დაბალი. ანუ თავისთან სახლში იშოვიდა 2-3%-ს რა და ჩვენ თავიდან დავიწყეთ 10 მე მახსოვს ისრაელში სტატია რომ ბოგიესტი on flat 10%. ბიოდი ხო და მე რა მახსოვს იცი შუა შეხვედრაზე რესტორანში ესა გვაქვს სადილი გვაქვს ამ პოტენციური ინვესტორებთან პოტენციურ კლიენტებთან და მიდის გაკანებული საუბარი და ვასო უყვება უხსნის ამ ხალხს საერთოდ სად ვანაობთ და რავშვებით და ერთი ზის არც ახელი მახსოვს არც გვარი იმ კაცის, მაგრამ მახსოვს ეს მომენტი ზის ჩუმად მთელი ეს კარგი ნახევარ საათ 40 წუთიანი ფიჩი ვასოსი რა ზის ჩუმა და ბოლოში ხმა მოიყო. მაშინ ძალიან ცხელია ბერნი მედოფი რა. ძალიან ცხელია და ხო ის წელია თუ ხო ამოქმედა და ანუ მედოფის სქემას აწვევით ხო? აბა ეს როგორი ხდით? აუ მე 1-2 საათი კიდე მაგას ვხსნით რომ საიდან მოგავშეთ 100% რომ წეწავთ მე სესხზე ვიღაცებს შეგოდია. მე დავაწყნარეთ. დავაწყნარეთ იმიტომ რომ მაღალი პროცენტია სესხებზე. ხო, ალბათ გვიხდია სესხში და ბოქსებში რაც. ეს იყო სხვათაშორის საინტერესო რაც მოხდა მე ხო? თქვა უკვე ჩემი ჩამოსვლის მერე ხო ბევრი დარჩა და ილდები ვაფშე არ იყო კარგი. მე უკვე შეჩვევის ამბავი იყო. რაც ხდება რა. ანუ შეიტანია ალბათ მეტნი არიან ჩვენ დავიწყეთ 10-ით ჩამოვიდეთ ჩვენ დროსაც ჩამოვიდა რაღაც 4-მდე რაღაც 5-ით გაგახსენებ საყელს და გვარს არ გაგახსენებ მაგრამ იცი შენ 14 ხო ანუ იყო ეგეთების და მესმოდა მე შემორჩნენ უკვე მეჩვევის თემა ეს უკვე სხვა თემაა რა ეხა უფრო გახდა პროდუქტი რაღაც ხო mature პროდუქტი რასაც გვია კი და ახლა უფრო სხვა რაღაცებიც სარგებლობენ ალბათ ბენკინგი და ასე შემდეგ რა მაგრამ კიდევ ერთხელ ფაქტია რომ ეს ინვესტორი ვთქვათ rich and wealthy-ის ზედახიდან გინდა ინსტიტუციონალი ძალიან სტიქია ანუ თუ შემოვიდა შენთან და შენ მას არ აწყენინე მოდი ასე ვთქვათ გაფერიქეთ რჩება რჩება ძალიან დიდი ხანი ეხლა რასაც ვაკვირდები დიდად არ ვაკვირდები მაგრამ რასაც ვაკვირდები არის რომ ქართულ ამ საინვესტიციო ბაზრებზე მოიმატა ობლიგაციებმა რა კომპანიებმა დაიწყეს ობლიგაციების გამოშვება არის თან კარგი და თან ერთი პრობლემა შევამჩნიე და მაგაზე მაინტერესებს და შენ უფრო გარკვეული ხარ. მოკლედ შესვლა კი შეგილია, მაგრამ ვერ გამოდიხარ რა, ანუ რაღაცნაირად პირადი სესხივით გამოვიდა რა, ანუ ობლიგაციას კიდულობ, ოღონდ ვერ გამოდიხარ, იმიტომ რომ მეორადი ბაზარი ფაქტიურად არ არსებობს. მე არ მომწონს მართალი გითხრათ ეს ტენდენცია, იმიტომ რომ ცოტა პრემატიურად გეტყვი ხარ რატომ. ისთვის აფინანსება, რამდენიმეს გამონაკლისს, ხო, Silk Net-ის კარგი პლეისმენტი იყო, კიდევ რაღაცეები იყო. ხო, მაგრამ სიგნალი ვერ ვიყიდე მეორად ბაზარზე.
ხო, არსებობდა. თვითონ ბანკები ყიდულობენ რაღაც დონეზეც კიდე. და იგივე ვთქვათ ეს wealth management-ის კლიენტები, რომელთაც გზელოდნენ ბოლომდე maturity-მდე. ბოლომდე უდებთ, ხო რა, დეპოზიტზე დებენ რა რაღაცა 7%-იან 8%-იან დეპოზიტი. მაგრამ ახარაც წამოვიდა, ამას რა ვკითხულობდი. რომელი ჯგუფია ხა არ მინდა დავასახელო, მაგრამ 30 მილიონიან placements აკეთებენ, დოლარი, ევრო, 8.5% იქნება კუპონი დოლარი და სავარაუდოდ ამდენივე იქნება yield-ი და რა სჭირდებათ? სესხების რეფინანსირება. ანუ ფაქტიურად ჩაანაცვლა ტიპმა უზრუნველყოფილი სინიორ პოზიცია თავის ბალანსზე ჩაანაცვლა იმას რა ქვია უკაცრავად გამოთქვით და არიფებისთვის შეტენილი რაღაც ობლიგაციებით ხო ანუ ასეთ ობლიგაციებს მე არ ვიყიდი არასდროს ხო თქვა იგივე არავის არ ურჩევ იმიტომ რომ ტიპი რასაკეთებს განა რამისთვის ჭირდება ახალი პროექტი გახსნა არაფერს არ ქმნის ტიპი ამბობს რომ მე უზრუნველყოფილი პოზიცია აქვს და არ სიამოვნებს იმიტომ რომ ჩემი რისკია რა მოდი რა შენ წაიღეს ჩემი რისკი კაპიტალის სტრუქტურაში აკეთებს პატარა ტექნიკურ ცვლილებას ცვლილებას მისთვის მაგრამ ხო აქეთ ხარეს დიცვლილებას უზრუნველყოფილ სესხს რაც თავისთვის ასე ვთქვათ რისკიანია იმიტომ რომ უზრუნველყოფილია და ბანკისთვისაც რისკიანია იმიტომ რომ შეიძლება ვერ გადაიხადოს გადააბარებს იმას ვინც იყიდის ამ ობლიგაციებს. ენაწილე მესმის. აი ესეთი ტიპის ისინი არ მომწონს, თუ წამოვა ესეთი რომელიც კონკრეტულ პროექტებზე იქნება, მიმული რაზეც უშვებენ ხო ობლიგაციებს. არა, ბევრი იყო ეგეთი ძალიან, იყო ძალიან ეგეთი. მე მაგას უფრო მიწევდა დაკვირვება იმ მარტივ მიზეზის გამო, რომ მე პირადად არა, მაგრამ კორპორატიული ინვესტორის მხარეს ყოფილვარ მაგ მიმართულებით და აქტიურად ვიღებდი ყველა პროსპექტუსს სადაზღვევოს ამბავში? ხო, ყველა პროსპექტუსს ვიღებდი, რავის, დაწყებული ერთი გაგზელებული მეორე დამთავრებული მესამე ბანკით და ბევრი ყოფილა ძალიან საინტერესო. აი იმ ჭრილში გეუნები ოღონდ რეფინანსირებისთვის მინდა კი არა. რეფინანსირება ახალი პროექტები ხო, ეს უნდა გავაკეთო. ეს ტენდენცია არ მომწონს თქო, თორემ ახალი პროექტები თუ კეთდება, ამიტომ თქვი თქვა სილკროუჯ ჯგუფი ხო? მათ ახალის გააკეთეს, აბსოლუტურად ახალი coverage შემოიღეს ხო? მაგ ტენდენციის ერთ-ერთი წყარო მე როგორც ვიცი არის ასევე ის რომ და კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ ასევე ის რომ ამ ორი დიდი ბანკი მოაქვს, მეტი არ არის რა. შესაბამისად რაღაც 20 მილიონი და ან 10 მილიონი დოლარი და ზევით თუ ადიხარ ფაქტიურად რა ვიცი. ან საქართველოს ბანკში მიდიხარ, ან TBC-ში მიდიხარ და 40, 50, 60 რომ მიდიხარ, მე როგორ ახალი რეგულაციებით ეროვნული ბანკის არ ვიცი ზუსტად, მაგრამ მანდ ჭირს და მოკლედ უძვირდება ამ ბანკებს ესხი და საბოლოო ჯამში შეიძლება აღმოჩნდე აი საკმაოდ კარგი cash-flow-ს მქონე კომპანია, რომელსაც ჭირდება 60-70 მილიონი დოლარის ესხი და შეიძლება 11%-ზე ნაკლები ვერ მოგცეს ვერც ერთმა ბანკმა. იმიტომ კი არა რომ ძალიან ეშინია რომ შეიძლება ვერ გადაიხდე, არამედ იმიტომ რომ რეგულაციურად რაღაცა პორტფელის რაღაცა პროცენტზე თუ რაღაცაზე შედიხარ და შეიძლება ეხლა რაღაც არასწორს ვიძახი, რომ თუ ხარ მაგაში გარკვეული თქო, რომ ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ეგ იყოს, რომ მართლა ცოტა უცნაური რაღაცა ეხლა მე ესხი მაქვს და მოდი ეხლა უზრუნველყოფას გამოუწევ აქედა და შენ არა უზრუნველყოფილი წაიღე. 30 მილიონი არ არის ბევრი. არც ერთი ბანკისთვის, მესამე და მეოთხე ბანკისთვისაც არა ბევრი და მეორე კიდევ არსებობს სინდიკაცია ხო, ახლა სინდიკაციას აქტიურად აკეთებენ, თუ გინდა 100 მილიონის აწევა. ანუ ეგ საბოლოო ჯამში რაღაცნაირი ისტორია მოვყევი ხა ხო? არა, სინდიკაცია აძვირებს თავისთავად, იმიტომ თქვა კოორდინაცია ჭირდება და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა თქვა 8% იქნებოდა და 11 გახდა, იმიტომ რომ სინდიკაცია გავაკეთე, არ მგონია. არა, ეგ არ მგონია. რამდენად უნდათ მათ თანამშრომლობა ბანკებში ეს სხვა საკითხია, მაგრამ უნდათ, იმიტომ რამდენი პროდუქტი ვიცით სინდიცირებული. მე თვითონ არ მოწონს ტენდენცია ბონდი იმისთვის რომ გავათავისუფლო ბალანსშიტი რა, რეალურად რა. გადაუბრალო და მე მდიოს ხო? ხა ეგეთ кейსებიც გვინდა ხო? უაში გაჯობებს ხო? რომელიც кейსი იყო ხო? იმას გურის თემებზე იყო кейსები, ახალ დარბის ერთი ინვესტორი. აბეკურა მე არ მინდა სახელი თქვა, მაგრამ დიფოლტი მოხდა რეალურად ბონდების ობლიგაციების და იგი საკუთარ კომპანიაზე რომელიც არ მოელოდებოდა. ხო და ეხლა მაგ ეგეთ კიდე მეორე კითხვა რა, იმიტომ რომ აქტუალური არის ბიზნესმენისთვის რა. შეუძლებელია რომ აი უზრუნველყოფის გარეშე სესხი. ან ვერ იღებ, ამ ქვეყანაში არ არსებობს. რა, ყველა უნდა ჩადო ქონება. და თუ რაღაცნაირი ჩაკეტილი წესო, კაი, გასაგებია რომ სტარტაპში შეიძლება შენი საკუთარი ქონებით შეხვიდე, მაგრამ დიდი კომპანიაც რო ხარ აი რა უნდა ქნა სესხი გინდა და ახლა არა გაქვს უზრუნველყოფის ბიზნესი შეიძლება არ იყო აი მაგარი მომსახურების ბიზნესში რო იყო პირობითად ვიძახი ანდას თუცა საცალო ვაჭრობაში აკეთებენ მე მგონი ხო ახლა ესე მეც არა ვარ ჩახედული მაგრამ არა მგონია შენ ამბობ საერთოდ არა უზრუნველყოფის ამბობ ჰიპოთეტური მაგალითი ხო რა ჰიპოთეტური მაგალითი მე ვარ მაგალითად საცალო ვაჭრობაში მე არ ვფლობ უძრავ ქონებებს და მე იჯარით ვიღებ მაღაზიებს და ერთადერთი ჩემი ქონება აქტივი რაც არის საკმაოდ ჩქარა ბრუნვადი მარაგები
არა მაქვს ხო უზრუნველყოფა გარდა დამფუძნებლების პირადი ქონების შეიძლება. თუ დიდი ვარ რა, ანუ გავიზარდე, რავი, 20 მილიონი მაგ ბრუნვა. 20 მილიონი ბრუნვას საცალო ვაჭრობაში შეიძლება ჭირდება 5 მილიონი მარტო working capital შეიძლება ისე ჭირდება როგორც არის რა უნდა ქნა. ზუსტად გაარწა ციფრები ჩვენ იმას ჩვენ რიცევს. ზუსტად ესე ვარ. არის ერჩებული მაგ რაღაცა ინდუსტრიები არა. მაგრამ რა უნდა ქნა მაგის? არა. პირად ქონებას და თუ რა ხო, პირად ქონება ხო, ვიდეოს პირად ქონება, თუმცა მაინც არ ყოფილის. მაგარი შეფასება? არა, რა მაგარი შეფასება ზიხარ? დაივიწყე. მაგას ხო ასწავლე სტუდენტებს. რა მაგარი შეფასება ხარ? რეალობაში აი ხა რომ გასწავლით მეთქი იმას მეთქი geometric Brownian motion ხო იმაზე დაფუძნებული ნოლის კვებით არ შეიძლება ფასი იყოს რა. მოკლედ ფასების დინამიკის ის რა სწავლობენ სტატისტიკურ იმას curves, რაც არის geometric Brownian motion, რაც ნიშნავს ამ ნორმალ დისტრიბუციას, არა? აშენე პოსტულატი მთავარი არის რომ ფასი equity-ის ღირებულება, შესაბამისად აქციის ფასი არ შეიძლება იყოს მინუსი. ოკეი. ხო, ამიტომ ხო და ჩვენც შეიძლება. სახლიდან ვიგატანინებენ, ბინას გაგაყიდინებენ, ხო? თავდებობა. ხო, ჩვენთან ანუ მეუბნებს ახლა კი გასწავლით ამაზე, მაგრამ ჩვენთან ეს არ მუშაობს. მართლა არ ყოფით შეიძლება. კი, ნახე, აუცილებელი არაა რომ მთლიანად უძრავი ქონებით უზრუნველყო, მაგრამ მაინც skin in the games გაკეთებინებენ იმით, რომ თავდებობაში დგები, თუმცა იცია რომ შეიძლება 5 მილიონი ვერ შეიტანო, მაგრამ მაინც თავდებობაში skin in the games ხოდეს და ფსიქოლოგიური მომენტია. თუ არ არის ფსიქოლოგიური მომენტი, ანუ იდეურად არის საკმაოდ შემაფერხებელი მომენტი არის, იმიტომ რომ უძრავი ქონება, ნახე, მეც თუ არ მინდა უძრავი ქონება დავაგროვო, ანუ არ ვარ ეს ადამიანი, რომელიც უძრავ ქონებას ვყიდულობ. მე მომწონს ეგ თემა, იმიტომ რომ უძრავი ქონება ბიზნესისთვის თუ დაგჭირდა, სახლი რა ვიცი მე, 1, 2, 3, რამდენი სახლი უნდა ქონდეს ხა მართლა. ან თუ გაქვს სახლი და თუ ჩავდე ბიზნესში, იმიტომ რომ სეს სხვანაირად ვერ ვიღებ, მართლა შეფასების პრინციპი ირღვევა რა, ანუ შეფასების პრინციპი არ არის ესა რა ქვია, პირადი ქონებით პასუხისგებლობის არსი რა და მე მაგ პრობლემაა, კაცო, პარტნიორები ვინ არიან, როგორ არის მე უზრუნველყოფა რა პრინციპებით უნდა გავუყოთ, ხა მართლა პროპორციულად მოგვაქვს უზრუნველყოფა. მოკლედ, ეგ ამბები არ არის ესეთი. კი, ართულებს ბიზნესის განვითარებას რა ქვია მაგ სიტყვას, ყურადსაღები თუ რა ქვია მაგ ასაყრუებელი ამბავი არის და რა უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ ეს თუ არ წავიდა, რთულია ბიზნესის განვითარება. კეთილია 100%. ძალიან რთულია. სავარაუდოდ კარგი იყო რამდენჯერმე გამოცხადებული, მე რა გააკეთა, ვინ გააკეთა, არ ვიცი. ყველაზე კარგი იქნებოდა გამოიყოს კაპიტალი, თქვა ბანკების მიერ, რომელსაც თქვა რისკ კაპიტალი დაერქვა პირდაპირ, რომელიც შეიძლება იყოს თქვა გენერირებული მოგება და შემდეგ. ხო, ახლა დეპოზიტარის ფულს სტარტაპებში ვერ ჩადება. ხო, ანუ რისკ კაპიტალი, რომელიც თქვა რიტეინერინგიდან, თქვა აქციონერთან ერთად შეთანხმებით, თუნდაც იგივე თქვა რამდენსაც ლაპარაკობ თქვა საზრიზზე და შემდეგ ხო და right cause, ხო, თუნდაც იმისთვის გამოიყოს და მოხდეს ჭკვიანური არა გრანტის სახით დაფინანსება თქვა ამ გამოწყებების რა სტარტაპების თუნდაც. კი ბატონო, თქვა ჩვეულებრივ ბიზნესებს უკვე ვინც ჩაიარა ეს მატარებელს თქვა ვერ მიუსწრო მატარებელს გაივლის, მაგრამ თქვა ახალი საინტერესო წამოწყებები სუფთა ეკონომიურად რო დააფინანსონ და არა რა ქვია იმას ფილანთროპიულად, ხო? ძალიან მაგარი იქნებოდა. მეორე ვარიანტი, ეხა შენ რო ახსენე შენივე საკუთარი ჰოლდინგი, ხო? რეალურად გაქვს ესხები, რეალურად გაქვს ბიზნესი, ხარ საცალო ვაჭრობაში, არ არის უძრავი ქონებით გაძეძგილი ინდუსტრია ეგა და პირადი ქონებები ან პირადი თავდებობები გაქვს. აი შენთვის რატო არ უნდა მიუხედავად რომ შენ არ მოგწონს ის რომ იცი რა, მოდი მე ხა ობლიგაციას გამოვუშვებ და ჩავანაცვლებ ამას ბანკის ესხს. მაგრამ მე მომხრე ვარ რომ შენ ეს გააკეთო. ჭკვიანია ის კომპანია. მე სიამოვნებით გავაკეთებ. უბრალოდ იმას ვატყუებ რა. რატო ვატყუებ? შეფასება მინდა დავიბრუნო რა. ანუ რეალურად რას იზახის რომ ხახნო, ჩემი შეფასება მინდა დავიბრუნო. და ფულს წერ, მე-10 წელია cash flow მაქვს სტაბილური. ფული მინდა ობლიგაციები, იმიტომ რომ უბრალოდ მაგრამ ძალაუნებურად ხდება თუ არა უფრო რისკიანი ჩემი ბიზნესი მაგით ალბათ კი, ხო? უფრო რისკიან გადაწყვეტილებებს მივიღებ, არა? არა აუცილებლად. რახან ის არა მაგას. მაშინ შეფასება არის თავისი არსით უფრო რისკიანი, ხო? ნახე. ბიზნესი აგებს ბიზნესის ქონებით მარტო ასოს. არა. ბიზნესის ქონებით და კიდე დირექტორის და კიდე ვიზი დამფუძნებლის და დამფუძნებლის სკოლის ქონებით და წვაღოდო. ანუ რეალობა ხო ეგ არის. შენ ეხა რო გაადეფოლტო შენი ბიზნესი. რო გადადეფოლტო შენ რა? გადადეფოლტო. რისკი მარტო კომპანიის ქონება გაქვს? კლავ ჩვენ კარგი გაგებით და კარგი რეგულაციების და კანონმდებლობის ფარგლებში შეფასება იმას კი არ ნიშნავს რომ მე შემიძლია გავადეფოლტო და კარგად არა შენ არ გაადეფოლტო ის არაუზრუნველყოფილი შეიძლება თქვა თავდებობა არის დროს მაგრამ price to pay თუ ბიზნესი გაკოტრა და საკმაოდ მაღალია ხო? არა მე არ ვიძახი რომ price to pay. აი ესე კუდი დავიხوره და არ იმუშავა და წავედი. ეგ არ მეგულისხმავს. მაგას გულისხმობ price to pay მაგათ მაღალი აქვს ისედაც და ჩვენთან
შპს-ებს, ნორმალ შპს-ებს, რომელსაც არ უდებთ თავისი იმის წორს ქონება, ხო, იმაში. მაგრამ ჩვენთან price to pay თუ თქვა უბრალოდ დავიხურე ქუდი და არა მაქვს უზრუნველყოფილი დავიხურე, უბრალოდ კარგად ზნდებოდეთ, არც ისე მაღალი price to pay-ია. არა, აი არანაირი ხარჯი მაგას არ მოყვა. იქ თქვა იურისტები, ბანკროტობის кейსი, მე პოტენციალ ხო, ანუ აქ საერთოდ გაკვეთრების იურიდიული ცნება არ გამოიყენება, არავინ არ იურიდიულად არავინ არ ადეფოლტებს კომპანიას, ანუ ჩვენ შპს ავტომატურად რისკიანი არაა, იმიტომ რომ თქვა თავის პირადი ქონება არ უდევს. იქ რეგულაცია ისეთი რომ საკმაოდ მაღალი ფასია გაკვეთრების შესაბამისად არ უნდა გაკვეთრება. მარტო იმიტომ რომ სახლი არ წაართვა. და შეიძლება იგი იყოს ერთ-ერთი გამოსავალი მაგამის. რო ესეთი კი რა თქმა უნდა. კი, რომ ფასი პირობითად კომპანიის ლიკვიდაცია არ იყოს უბრალოდ იმაში მიხვედი რა ქვია. იუსტიციის სახლში და თაზერე განცხადება. აქ ქვეყანაში ერთი რამის გვეშინია მარტო ლიკვიდაციაზე. საგადასაღადო ეზარება, თორე ყველა და მართლა. სხვა არაფერი სადარდებელი არ გაქვს ლიკვიდაციაზე რო გავუშვა, გარდა იმისა, რომ შეიძლება საგადასაღადო შემოვიდეს და აბა რას კეტავ ერთი მანახეო. არ ვიცი მეც ხა ვერაფერს ვერ ვიტყვი თავის დადებით და ასე შემდეგ, მაგრამ ამ solvency-ის თემაზე, ნუ ეგ ხო solvency-ის ნაწილია რა, bankruptcy law. ხო, ეგ არის, მაგრამ ეგ არის რა, მაგაზე მიდიოდა აქტიური მუშაობა, ნუ როგორც მინიმუმ 2015-16 წლებში, იმიტომ რომ როდესაც ვიყავი ინვესტორთა საბჭოში რა, მაშინ მე არ მუშაობდი, მაგრამ მაშინ მქონდა შეხება იმ გუნდებთან და იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობდნენ მაგ საკითხზე და სიმართლე გითხრა, კი არ ვიცი როგორ დასრულდა. არაფერი არ დასრულდა. ეგ ისტორია, მაგრამ აი როგორი ეცი აი მრავალსერიანი დაუმთავრებელი ისტორიაა რა. ძალიან ბევრჯერ დაიწყეს ძალიან ბევრი იმის ქოლგის ქვეშ და არასდროს არ მივიდნენ ბოლომდე. მახსოვს რომ მანდაც თუ სწორედ მახსოვს USAID-ის USAID იყო სწორედ ხო good governance-ის პროექტი იყო მანდაც ისეთი აქტიური. ჩაილური წყალი დაულევია ის თავისი good governance-ია. ჩვენ CG უწევ იმის bankruptcy laws მიუღებლად აჯობა USAID-ის იმას რა ქვია. ხანგრძლივობას რაცა იმას. აი ძალიან ვარიდებდით პაკისტანს რა. We outlived USAID რა შეიძლება ითქვას. ეგეთი კითხავს საინვესტიციო რჩევა ან ფულის ფსიქოლოგიას რო დაუბრუნდეთ ესეც რა. რას იტყოდი? აი დამწყები ინვესტორს არ დავარქმევდი რა იმ ადამიანს ვინც აიხა დაიწყო რაღაც შემოსავლის დაგენერირება და გავუჩნდა ეგეთი აზრი რომ მოდი მომავალზე ვიფიქრებ რა მთლად მარტო ჩემსავით კლუბში გაშვება არ გადაწყვიტა თქოს რაღაც რა იქნება რასაც ნაფიქრალი მაქვს მაგაზე ნაფიქრალი მაქვს აი დამწყებსაც ქვია რომელსაც თქვა ჩავთვალოთ რომ ბექგრაუნდი არანაირი არა ხო უბრალოდ გაიგო რომ რატომ უნდა ჩავდო იმაზე რა ქვია დეპოზიტზე როდესაც მიხდი ზოგ პროცესს და იქ შემიძლია 8% 8% ავიღოთ საზომად რომ მინიმუმი 8% შეგიძლია გააკეთო ყოველგვარი ეფორტის გარეშე ხო? ხო, რჩევას მომწონდი ასეც. პირველ რიგში დაიწყო ძალიან პატარა თანხებით. ხო, უკვე გვაქვს ეს ეგრეთ fractional investment-ი. მე მაგას ხვალ, სადაც თქვა Nvidia-ს აქცია თუ ღირს პირობითად $150 შეგიძლიათ $15 შეყიდო. ანუ არ არის აუცილებელი ერთი აქცია. ადრე ეგ იყო თქვა ჩემს ზღუდავი რომ თქვა რაღაც აქციებს ვერ იყიდდი, იმიტომ რომ ერთი მაინც უნდა გეყიდა რა. დაიწყო პატარა 20-30% პოზიციებით, $30 პოზიციებით. მაქსიმუმ შეიძლება თავიდან იყოს $100-150. ისე არ არის აუცილებელი შემოსავალი. თავარია რომ ჩაუждდეს. აი დაიწყოს უკვე კითხვა, დაიწყოს მაგაზე, აი წარმოუდგენელი ეფექტი აქვს ყოველდღიურ თვალის დევნებას რა ხდება, იმიტომ რომ თუ ოდნავ მაინც აზროვნებდა ის გენეტიკურად იცოცხლეთ ხო საქართველოს ლათიტიუდს კი გვაქვს ასე თქვა ზოგადად მაღალი IQ ძალიან ბევრი ინფორმაციის საფუძველზე უკვე რაღაცამდე მიდიხარ კარგამდე ხო რის შემდეგაც უკვე შეუძლია თამამ გადაწყვეტა კიდევ ერთ პორტფოლიოზე მაქვს ხშირად ნალაგები თქვა ჩემი პირადი თქვა taste გემოვნება არის მაქსიმუმ მიჭირავს 4-5 პოზიცია და კიდევ ერთი ეს უკვე რაღაც პრინციპია ყოველთვის ვცდილობ რომ იყოს equal weighted. ანუ თანაბარი წონა შედება. თანაბარი წონა და არა ვთქვა რაც უფრო დიდია კომპანია მით უფრო მეტი. ეს რაღაც ძველი სტადი იყო Rolf Banzi იყო ერთ ესეთი ჩემი უფროსი მეგობარი და არაჩვეულებრივი თეორეტიკოსი ინვესტორების სხვადასხვა Fama French-ის ცნობილი რაღაც მოდელია რომელშიც ერთ-ერთი კომპონენტი არის Rolf Banzi-ის სახელზე. ანუ PhD-და ნუ
ტიპი სუპერ აკადემია რა და ეგ იმაშოთან გერმანელი იყო სიტყვა რა და სულ ლანძღებოდა იმაზე რა ქვია მარკეტ კაპიტალიზაციის აი რატომო რა აი რატომ უნდა ვიყიდო აუცილებლად მეტი რაღაც დიდი კომპანია იმიტომ რომ მხოლოდ დიდია რა და მომხრე იყო რომ ყველაზე ოპტიმალური და სწორია იმიტომ რომ არა გვაქვს არანაირი ყველაში ჩადდები თანაბრად რა მომწონს ეგ ამბავი კაცმარ ეხლა რა კითხვა გამიშ და იცი საერთოდ ყველა ინდექსი მარკეტ კაპიტაა ეხლა და Dow Jones-ი არის ყველაზე სისულელურად Dow Jones-ი არის აქციის პასით მართლა აი ყველაზე კრეტინობა არის ამიტომ არავინ არ იყენებს benchmark-ად Dow Jones სინგლ აქციის ფასი აი აქციის პასი ადრე რო იყო ხოლმე ფუნტი ჯობია დოლარს იმიტომ რომ მეტი არისო აი და ყველაზე მაგარი დინერი არისო აი და ახლავე ეგეთი ლოგიკით არის დაანჩენი ყველა მარკეტ კაპია არა ეგ ძალიან რატო ჩავეკითხე რომ თუ კითხვას ვამ დამწყები ინვესტორისთვის ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ერთ შეხედვით ანუ ასე არსებულად ინდექსების დიდი ინდექსების როგორც ირკვევა აბსოლუტური უმრავლესობა არის საბაზრო კაპიტალიზაცია და არა თანაბარი წონით კი მე ხა რას მომის რომ თუ ვასოს აი ამ ბოლო რეკომენდაციას გავყვებით პრაქტიკულად ინდექსებს თავი უნდა გაანებო და შენი პორტფელი შენ თვითონ არის ნახეთ კიდევ ერთი ეფექტი რითიც ასე შემოდის ხო ბაიასი გექნება პატარა კომპანიებზე შედარებით რომელიც ინდექსში შედის ხო ავტომატურად თუ თანაბარ წონას აძლევ ყველას დიდსა და პატარა კომპანიებზე მეტი პროცენტი გამოგეო ვიდრე ინდექსში და ზოგადად ისტორიულად small cap ეფექტი ისევე პრემიუმია როგორც ანუ ვოლატილობა როგორც ფასი არის ამის ფასი არის რომ small cap-ია ახლა small cap-ია როგორც წესი small cap-ების პორტფელი უფრო კარგ გამონაგებს გაძლევს ვიდრე იმიტომ რომ პატარა ნაკლებად მეჩურითამდე არის მისული და შესაძლოა ზდაც მეტი აქვს და შესაძლოა მეტი უგებაცაა და პრემიუმიც მეტი დევს ანუ ფასში დისკაუნტი რასაც იხდი ყოველთვის მეტია ვიდრე დიდ კომპანიებში შვენიერი გადასარევი ეს საერთოდ არ მიფიქრია ეხა ესე რა ამ საკითხს ყველაფერს მაგიტომ მოყავს ხოლმე სტუმარი რომ ჩვენ არა აი ასე აი საერთოდ არ მიფიქრია ეგრე რა კი ჩემთვის ძალიან თითქოს უკვე ინტუიტიურად გასაგებია რომ უნდა იყოს მარკეტ კაპით დააგებული ყველაფერი ხო ძალიან მივეჩვიე მაგ პარადიგმას რა და ესე ხარ რომ დავფიქრდი ანუ პრაქტიკულად გამოდის რომ ეგეთი პორტფელი ბუნებრივად დაზეორიენტირებული პორტფელი გამოგდის რა ბუნებრივად დაზეორიენტირებული ბუნებრივ ანუ შენ და უნებურად რაც არ უნდა ქნას დაზე ხარ ხო ანუ შედარებითად ხარ დაზე ორიენტირებული რა საინტერესო რაღაცაა ჩემი პირადი პორტფელი ეგრე მაქვს ხა მე ვცდილობ რომ თითო ყოველთვე რაღაცა თანხა თქვი მოკლედ ესე გადავწყვიტე ხა რომ ყოველთვე რაღაც თანხა ავიღე რომელიც რაც არ უნდა იყოს არ მაქვს რა ეგ მიდის აქციებში მაქვს რაღაც აქციები და უყოვ რა თანაბარ რაოდენობად იმ თანხას და იმ საქართველოს ბანკის იმ აპლიკაციით იმისას ვამატებ და მე აღარც უყურებ რა ხდება რა ანუ ყველა რაც ავარჩიე გძელვადიანი ისტორიები არის რა ეხა ცოტა ხანი მე შენ და მაკარიძეს მიმოწერას უსმენდი და იქ რაღაცები მომეწონა და ჩაოყარე ისენი და მე იმ ქალსაც უსმენდი ისენიც რაღაცები ჩავყარე ეხა მონიშნული მაქვს შემდეგ მე ჩარიცხვაზე ეგენი უნდა ვიყიდე ძალიან როგორ ვთქვა მაგას დიდი ინფლუენსი გავლენა იქონია ჩემზე იმიტომ რომ როგორც ყოველთვის ნაკლები ვიფიქრე და გავაქანე და ეგრევე მთელი ჩემი პორტფელი გადავათამაშე მარტო თანაბარი წონით პრაქტიკულად მარტო მაგის ფონზე არ double K და S&P-ზე რა და ეხა შემთხვევაში მაქვს შედარებით ბარბელი გაქვს ესე იგი S&P და ხო შედარებით აქეთ ბაზარი და იქეთ growth რა კიდევ ერთხელ ავტკიცებს ეს რასაც ახლა მოყვაგივი და რაღაც მოყევი შენ რომ ისტორიას დაფუძნებული ჩემ მიდგომის რაღაც გარკვეულ ლოგიკურ რაციონალობას ნახეთ აღიაროთ რომ ყველანი ვყიდულობთ სტორიზე რა კი ფანդ მენეჯერი რომელიც გიზის კი ჩემნაირ მე რისკის მართვა ვიყავი ხო მე ბოლოს მიმიშვებდი ხოლმე რომ ამასაც უყურებთო რისკებსაც ციფრებსაც უყურებთო ხო ჩემი ნაწილი ясნი არავის არ ესულა და მაგრამ ხედავდი ბევრ ციფრს და ესე იგი უკვე შევშიდე რაღაცას აკეთებენ ესე მა ძირითადად მიუშვებდნენ ხოლმე ამ ინვესტორ მენეჯერებს რომელიც უყურებდნენ ისტორიებს გრანდიოზულ მომავალ იმაზე რა ქვია ეს იმასავით რომ ოსტაბ ბენდერივით რაღაც გრანდიოზულ მომავალზე ანუ ყველანი თუ სტორიზე ვყიდულობთ, კარგ სტორიზე თუ ვყიდულობთ, ესე იგი კარგ სტორიზე როცა ყიდულობ, კარგი ინვესტიციაა რა. ეგ არის ლოგიკა რა. კი, ეგ იმისავით ის მიმი რო არის, ხო იცი, ბაისო დაიზარდა და ბაი და მე ყველა რო შედის და ეგ ამბავი ხდება რა. ხო? ძალიან მაგარი. ზუსტად ეგ არის. ამიტომ ხო, ერთადერთი ალბათ მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ კომპანიებში რაც ჩვენ ყვებით
ვთქვათ მანდ ჰიკაპის ანუ ვთქვათ ფეხის წაბორძიკების რისკი ძალიან მაღალია, უბრალოდ გაცილებით მაღალია ვიდრე დიდ კომპანიებში. ამიტომ ვთქვათ ამ ელემენტს ყველა ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ ისეთი კომპანია, ანუ მე რო ვთქვათ board corporate governance-ი და ასე შემდეგ ამას უნდა გაეცნოს, პირობითად და ვთქვათ იგივე ვინ არიან და რას წარმოადგენენ, რომ ეს მომენტი, რომ წაბორძიკების რისკი მაღალია აქ, ეს რაღაცნაირად გამორიცხონ რა. ნუ წინა ეპიზოდში წაბორძიკების ალბათ წაბორძიკებაზე ვფიქრობდი, ჩემი ეტყობა, ჩემი პირადი ტკივილი გავაზიარე, რომ ერიდეთ leverage თქო? leverage ხო სხვა არის, ხო, leverage ხო. ხო, იმიტომ რომ მან წაბორძიკება წაბორძიკება მე კომპანიას ვამბობ, რომ კომპანიამ რაღაც არ დააშავოს ისეთი რაც ვთქვათ გამოიწვევს მთლიანად ფულის დაკარგვა. ხო, და leverage პატარა წაბორძიკება უსებ იქცევა მთლიანად ფულის დაკარგვა და მაგიტო წავედი მაგისკენ რა. ბაფეტის პარტნიორი მანგერი იყო, ხო? კი ბატონო. მაგის ხშირად ხდება Instagram-ზე მაგისი უნდა თქვა მე ალბათ იმედია ხას უთხოვდა რა ამდენი რაღაცა თქვა შარლი მაუკვე არის. კაცის გაკოტრების რაღაც 3 ფაქტორია არის თუ ყველაზე ისეთი ცნობილი 3 ფაქტორია რომ ალკოჰოლი, ქალები და ლევერეჯი. ხო, არა, ეკი. ეგ მაგათ. და რაზი იცი რა ეხა რო თქვი ბორდში ვინ არის და corporate governance შეიძლება ხე იგივე მაგალითი არ მომყავს მაგრამ ძალიან მახსოვს რომ ერთ-ერთი არგუმენტი სტეპნი გახსოვს აპლიკაცია რო იყო რო დარბოდნენ და ფულს რო გიხდიდნენ ჩემ წარმოდგენაში რომ მომიყვეს იგრევე პირამიდა დავინახე რა ანუ ვერაფერი არ მიხდი რა იყო გახსოვს კარგად რა ვიცი რაღაცა იყო ხო რაღაც რო აჭერდნენ რო დარბოდი ფულს გიხდიდნენ რაღაც ბოტასი თუ რაღაცა ბოტას სტეპნერ ქვა რა და ანუ იდეა იყო რომ არა შენ უბრალოდ დადიოდი აპლიკაცია ჩართოს და დარბოდი და ფულს გიხდიდნენ რა. ოკეი. მოკლედ მართლა გიხდიდნენ, ეგ არ ვიცი აპლიკაცია. მართლა გიხდიდნენ ფულს რა. და ნუ ანუ არა ისე გვეკითხოს მივლია, არ მივლია. ბიზნეს მოდელს თუ რაც ქვია, ანუ პროდუქტს რო გიხსნი და პირამიდას რო წაიკითხავ, ანუ რო გახსნა პირამიდა რა არის? კლასიკა ეწერა რა, აიმინა კლასიკა ეწერა. ხო და ნუ მე რომ მიკვირდა და ეს ერთ-ერთი არგუმენტი რაც იყო რომ არაო იცი რატო არ არისო პირამიდაო, იმიტომ რომ ისეთი ხალხი არის, ისეთ ხალხს აქვს ფული მაგრას ჩადებულიო. რო ანუ მაგითი მოდიოდი, აი ბორდით ფაქტიურად რომ ბორდში ისე ამაჩადო, ხო? ხო და აი მანდ რა რისკებს შეიძლება იყოს. რა ვიცი ხა პირამიდა თუ წაიკითხე თუ ნახე რომ პირამიდა ვინც არ უნდა იყოს ბორდში არ უნდა პირამიდა არა. ხო მაგრამ უნდა გესმოდეს რა არის პირამიდის პრობლემა ხო ერთ-ერთი ისაა რომ ყველა ვინც პირამიდაში გეპატიჟება გეუბნება რომ ეს პირამიდა არის ხო არა ნუ ჩანს ხოლმე ახლა ნახე როდესაც პირობითად ხო ვახსენე რამდენჯერმე რომ იმაში ბიტკოინში არ საშევსულ ვარ თქო რა არც ნანობ იმიტომ რომ ხო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კარგი იქნებოდა რა თქმა უნდა მილიონი პროცენტის აღება მაგრამ აი აბსოლუტურად არ ჯდება ჩემს საინვესტიციო ფილოსოფიაში, ხო? საინვესტიციო იმიტომ რომ მე თუ არ მესმის რას ვაკეთებ, რატო არ გესმის? არ ვეთახმები. რატო არ გესმის? მე უნდა გავიგო. არა, ლოგიკა არის. ბიტკოინის ლოგიკა არ მესმის, აი, სხვადასხვა ერთმა ჩვენმა მეგობარმა თქვა, რომ ისაა რა ქვია, ბიტკოინიო ერთადერთიო კარგიაო თქვათ ნარკო იმისთვის დილებისთვის და ნუ შავი ფულის გათხოვს ხო სხვა აფსაიდს ანუ მაშინ ან ამბობ რომ ეს ბიზნესი გაიზრდება და მე მჯერა ნარკო ბიზნესის და შევალ ან არ უნდა შეხვიდე ხო აი ერთ-ერთი იგივეს ვფიქრობ და ვამბობ და მაგას ანუ მაგას რომ ვამბობ იცი რა განცდა მაგ რომ მე უბრალოდ მეტი არ მესმის და აი ამ ხო არა მაგრამ მე რომ მე ყოველწლიურად ვარ ალბათ არ მესმის მაგრამ მე ჩემი ცოდნით ვერ ხსნი რატო უნდა შევიდე ბიტკოინ იგივე თქვა ბიოტექნოლოგიები რო ვახსენე ხო თქვი თავიდან ნუ ის ლილიელი მარტივი იყო იმიტომ რომ გახდა ისა რა ქვია ხო ოზემპიკი და გახტომა და ყველას უნდა და ესა კარგი ისტორია მაგრამ მე რო დავიწყე და როცა მივედი როგორც გითხარით ამ ფაზებამდე ტესტირების ფაზებამდე და იქ რამდენი ალბათობა და რაღაცა რომ მივხვდი ამასთან არის დაკავშირებული და მივხვდი რომ ჩემი ცოდნა ამის საკმარისი არა გავანებე საერთოდ ბიტკოინს. იგივე არის იმას, როცა მივხვდები რომ რაღაც პირამიდა, ნუ გაუყო. ანუ უნდა იყოს აბსოლუტურად ის რაღაც რედლაინები უნდა იყოს, რომელსაც უკვე დანარჩენ შემდეგ შემოწმებებზე არ გადადიხარ რა, თუ პირამიდა არ შედიხარ. მეც ეგრე ვარ ბიტკოინში, რომ ჩემი მიზეზი იყო ის, რომ ვალუტის იმას ვერ აკმაყოფილებს რა. ანუ შესაბამისად ვალუტის მომავალი ბიტკოინს არა. ვალუტა არა. ხო, მეორე ხა იმ ქალმა დამავიწყდა გვარი რა არის, რო ვილაპარაკეთ ბევრჯერ ინვესტორები. ხო, კეითი ვუცი საუბრობდა იმაზე, რომ ბიტკოინს არა აქვს ვალუტის ფასი,
მაგრამ აქვსო ციფრული ოქროს მაგვარი არისო. ანუ რეალურად ბიტკოინში ფული იმიტომ ჩავდეო და იმიტომ ვდებ და იმიტომ არ გამოვდივარო, იმიტომ კი არა რომ მომავალი ვალუტა ეგ არის რაღაცა, არამედ იმიტომ რომ რავი, ოქრო არისო რა ჩათვალეო რა, ანუ როგორც ოქროში დებ ფულსო და მე ადარებდა იმას, რომ ანუ ოქროს benchmark-ი ჯამურ რაღაცა ბაზართან და მოკლედ რაღაცა მოთვალა და თქვა რომ ფასი მილიონამდე შეიძლება გაიზარდოს ბიტკოინის და ეხა 100,000 არის და ანუ კიდე 10 წლიან პერსპექტივაში გულახდილად გეტყვით ერთი ორჯერ მქონდა მცდელობა რომ ამ ჩემი ისტორიისთვის რაღაცის გამიგესებია ასე თქვა რივიუკინგი და რაღაცა გამიგო ახალი რაც მომცემდა იმას აკვე სურვილს და ჩაძო ჯერ ვიპოვე რა Silkbank-მა უნდა მოусმინო ეხა Silkbank-მა აპლიკაცია ციფრული ბანკი საკაიფო რაღაც არის Silkbank-მა ეხა დაამატა SMS-ი მომივიდა კრიპტოვალუტაში ინვესტირება აპლიკაციიდან და კაი იდეა ეხა მაგას ვწდი იმიტომ რომ იმებს გადმოწერა სულიზარებია ისინი მე ვიპოვე ისინია ფონდები არის რომელიც ბიტკოინის ისაა ტრეკერი ანუ ესე ჩემთვის შემოფერხებელი ფაქტორი იყო რაღაც ვოლეტები აკეთე და ახლა რაღაც ქიები და რაღაცები იმაგინე ხო მაგას მეზარებოდა ერთ-ერთი ყველაზე შემოფერხებელი რა თმინდა ყველაზე შემოფერხებელი ბიუროკრატია და სულ ამბობრო არა ზღია აბსოლუტურად ღია ვისაც უნდა ქუქიებზეც ყველაფერზე კი შემომთავაზეთ რა და ახლა ეს კრიპტოვალუტები აკეთე ყველაფერზე რეკლამა დიახტი შეიძლება კი დიეთ სადაც გინდათ ყველა გვერდზე ხო და ახლა წამოვიდა ფონდები IBIT არის თუ არ ვწდები გადავამოწევ რომელიც პირდაპირ ტრეკერს აკეთებს რა ანუ ყიდულობ ფონდს $10 ანუ $10 ბიტკოინი იყიდე რა ანუ ესეც გამარტივებულია ძალიან პირდაპირ შეგიძლია იმიდან ხო და ეთქო ეგ დაამატა ხო ეგეც ჩემი აპლიკაცია გადავამოწევ ინფორმაციას არა საინტერესოა ეგ ძალიან მე ერთადერთი რაც აი ვალუტაზე რო საუბრობდი და ბიტკოინის ერთადერთი აუ ისე გამოდის რომ ბიტკოინს ვაკრიტიკებ აზე არ ვერ გავაკრიტიკებ მაგრამ ერთადერთი რაც ინტუიტიურად გავიგე და გამიშთა სურვილი რომ ღირს ამაში შეიძლება რაღაცა არის ეგრეთ წოდებული stable coin-ები რა. ხო, stable coin-ებზე ბევრი. აი, ეგენი მესმის ხმამაღალი ნათქვამია, ისეთი განაცხადია მესმისავით, მაგრამ ეგენი ინტუიტიურად მესმის, იმიტომ რომ ეს არის ვალუტაზე მიმულია რა. შვენიერი. კაი, და ეხლა მინდა ეგეთი ჩვენი ტრადიციული კითხვა შემოგთავაზო. გვირჩი ერთი წიგნი და ადამიანი ვისი მოსმენაც მოგინდებოდა შენ ამ ფორმატში მაგ წიგნის იდეებს. ანუ ადამიანი ვისი მოყანა შეიძლება ის რაღაც იმის პერსონაჟი არა ხო რა ფიქშენის პერსონაჟი თუმცა როგორც ნახე უბერჟონის მოგვიყანია კი ეგრეც არ არის საქმე ერთი წიგნი დაგვიტოვე და პოტენციური სტუმარი ნახეთ ძალიან მიყვარს behavioristika ხო behavioristikაში რამდენიმე კარგი წიგნი არის დაწერილი ჩემი პირველი არის Thinking Fast and Slow ის ტექსტი რომელიც აღწერს თვითონ საწყის საიდან მოდის შეიძლება ცოტა თქვა თეორიულად ძალიან გაჟღენთილია მაგრამ ძალიან ბევრი საინტერესო პრაქტიკული მაგალითი მათ შორის ინვესტირებაზეა და რეალური кейსებია რითიც ხვდები რომ რაციონალობა იმ კლასიკური გაგებით რაც ჩვენ დღეს გამოვრიცხეთ ჩვენ ვთქვით რომ რაციონალობა ის არის ზუსტად ამაზე საუბრობს ვის მოусმენდი ამაზე ვის შეიძლება იყოს ერთი ვარიანტი არის რომ ერთი წლის მერე გავაკეთო და ისევ შენ დაგიძახოთ რა ძალიან მიყოლებით რომ შენ არ იყო ერთი წლის მერე იგივეზე არა ახლა არ ვიცი ვინმე უნდა იპოვოთ ვინც behavioristika შეიძლება იცი რა მითხარი განება სახელდა გვარს ხო და მაგას ვიპოვებ რა იმის ადამიანი უნდა იყოს რა არსება უნდა იყოს ხო ალბათ სოციოლოგი იქნებოდა იმის საინტერესო ნეიროფსიქოლოგი ნეიროფსიქოლოგი ყველაფერს ვაფშე კარგია კი ეს სოციოლოგიაც არის ყავს კანდიდატი ნეიროფსიქოლოგი ნეიროფსიქოლოგი უნდა თქვენი ყავით მაშინ სოციალურ კომპონენტში მზად რა იმიტომ ნეიროფსიქოლოგი მაინც ინდივიდუალური кейსიდან გამოდის ხო და აქ სოციალური ფაქტორია მე ისეთი ნეიროფსიქოლოგი რომელსაც არ ჭირდება არაფრისთვის ვაწყობნა ჩვენი მხრიდან რა შვენიერი და გადასარევი კაი აი მშვენიერი ძალიან დიდი მადლობა მე ფრიად ვისიამოვნე მე ძალიან მომეწონა თქვენ ძალიან მაგარი იყო პრინციპში როგორც ველოდი მე პირადად მადლობა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენ მსმენელებსაც მაყურებლებსაც და არ დაგავიწყდეთ გამოწერა მადლობა შეხვედრამდე